გააქვს საქორწილო გაბა? არა. რამე არ ანუ რამე მუდბორდი თუ მაქვს? არა, რა თქმა უნდა. ისე ბავშვობაში ოცნებობდი არასდროს. ქორწილზე? არასდროს. სულ მეკრინჯებოდა ქორწილი. რატომ? I don't know. ეხა ის ხმონტი ხო არ არის რომ შენ დროს აღარ იყო სიყვარული მოდაში თუ რაღაც. არა, მაგრამ მე ეგ პროცესი მეკრინჯება თვითონ რომ აი რაღაც. არ ვიცი რატომ. შეყვარებული არ ყოფილიყარ? კი, როგორ არა ერთხელ. ხო, ნუ გაოფიციალურება რას გაძლევს უბრალოდ თუ რაღაცა არ გჭირდება ალბათ რაღაცა და არა, ვაფშე გაოფიციალურება არა, გოგოებს ხო აქვთ ეგ რომანტიკა, მაგიტო გითხებით თორე ხა. მეც არ მესმის. არა, მე პროსტა მე არ გოგოებს კი არა ყველას აქვს შეჩემ, გოგოებსაც ბიჭებსაც. შენ გინდა ტექნიკა? არა, მე მყოფილ ვარ მაგ იმაში. არა, არ გახსოვს რა მქონდა. არც ყოფილი. არა, მე ფანტაზია ქონდა რაღაცა იქ ხორცი. არა, ბიჭო, ეგ ხო ან ხარ მაგ რომანტიკაში, ან არა, მაგრამ სადღაცას ურთიერთობას მე გაოფიციალურებას მოყვება რა, რაღაცა იქ ცოტა ქორწილი არ არის გაოფიციალურება. ანუ გაოფიციალურება არის ხელს რო აწერ, ხო? ქორწილი არის რაღაც ამის აღნიშვნა თუ რაღაც და მე არ მომწონს ეგ რაღაც რა. მოდი რა არ გვინდა. მართლა. არა, მე შენ რამდენჯერ ქონდა შეჩემა? მე ქორწილი არ მქონია. არა? მე ვარ ნაგულავი 1-2 ჯერ. რა ნაგულავები შეჩემა? სადღაც რო ვიყავით იქ რა იყო თუ ის პიცა რო ჭამეთ შეჩემა? ნიშნობა იყო თუ რაღაცა, სადღაც საბურთალოზე კი სადღაც რაღაც რესტორანი არ მახსოვს რა. ცოტა ვიყავით, მაგრამ ვიყავით მოკლედ. ბრიალი იყო, ოჯახების გაცნობა იყო. აი ხო. ქონია ეგეთი ოფიციალური ოჯახების გაცნობა და ისულა საქმე არასდროს. ანუ ეხლა თუ შეხვდება თუ ვიღაცასთან თუ არ და შემხვდება ოჯახის წევრი არ ჩაუვლი ეხლა გავაცნობ, მაგრამ ეს ოფიციალურად მივიყვანო და გავაცნო არა. ცოტა თამარ დედოფლის ლუკი არის. Oh, thank you, I appreciate. არა. და ვარდი გიხდება სანამ შევიდოთ და გავიწყებ და ხარმა თიკით. რა მაინტერესებს? ცი ტურზე რომ მიდიოდი, ბრეიქ-ლეგ გითხრა ვინმე? ო, კი, არა ერთმა სხვათა შორის. მითხრა კი და ანუ მე ეგ ჩემით გავიჩარიჩე რაღაც მომენტში გაიგე? მე ხა ამას უყვებოდი როგორც მოხდა ეს ფეხის მოტეხვა რა და აი და ჩემეუნება ხოლმე რომ ხმამაღლა არაფერი არ უნდა თქვა და მე ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ხმამაღლა რომ ვამბობ, უფრო ნეგატიურ რაღაცებს ეგრევე ხდება რა. ხო და ეს მეც მომიყევი რამას რომ მოვუყევი. ხო და მიგიყვები ხა. ხო და ეს რაღაც ფოტოსესია მქონდა რა. და ამ ფოტოგრაფთან რომ მივედი, რამდენიმე სტუდია ქონდა ამ თავის სივრცეში და მითხრა რომ აი აქ აძვერიო რაღაც კონსტრუქცია ააშენეს და რაღაც ეგეთი იმისგან იყო ქონდა გაკეთებული. თან მაჩვენებს აძვრა ესე და ესე და დიქიო და ან მეთქი მე მაგას ვერ გავაკეთებ თქო, იმიტომ რომ ესე ძალიან მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და ნუ რაღაც არ მინდოდა ტური მქონდა ახალდაწყებული მეორე 2 ლაივი მქონდა და 8 იყო წინ კიდე. და მეორე დღეს გრეთხენში მქონდა ლაივი და უკვე ანუ ძალიან კარგად მიდიოდა სიტუაცია და ეს მწერდა აგენტი რომ ყველაფერი კარგად მიდის და რაღაც ძალიან excited ვიყავი და ვეუბნები რომ აქ ვერავძრები თქო, იმიტომ რომ ფეხს მოვიტეხავ თქო, ან რაღაცას მოვიტეხავ თქო რა, უეჭველი თქო და აუ არაო შენ თუ კომფორტულად არ გზნობ არაძვრეო რა. გადავდივართ გვერდით ოთახში და რაღაც მილი გადის გაზის და აქ დადექიო ესე და მაჩვენებს ისე ესე დადექიო. დავდექი და ჩამოვარდი. მოვიტეხე 3 ძვალი. აი ალბათ აქ 3-ად გაყოფ მართლა. ანუ ესე მაგ კატმის ბეთგა. ხო და ზუსტად წუთ ნახევარიც არ გასულა რა, როგორც კი უთხარი უარი რომ აქ არ თან აი გავიფიქრე, თან ფეხი გავიფიქრე. ანუ კარჩი მოსატეხი გქონდა რა. გავიჩალიჩე პროსტა ჩემი თქვი და აი ნაღლება ხელით ატარებს ხალხი. ხო. ხო, მაგრამ ანუ აი მაყურებელს მინდა უთხრა რომ ბახალამ ხელით ამოიყვანა მეორე სართულს. ხო, მაგრამ ესე ატარებენ. იმ დღეს ტესტში უკრავდა ისე მიუყვანა. ტიპიკალს ესეთი. რამდენიმე. ხელ დაატარებ. მაგენეულები. აუ არა, და მივხვდი რომ საქართველოს კი არა თბილისი ახლა ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის ადაპტირებული შშმ-პირებისთვის. მე არ ვარ ახლა შშმ-პირი ფეხი მაქვს, ანუ ეგეთი შშმ-პირი არ ვარ რა, რომ რაღაც ანუ უბრალოდ ფეხი მოვიტეხე და საერთოდ არ გავდივარ სახლიდან, იმიტომ რომ სულ ორჯერ გავედი და ისეთი დისკომფორტი არის. ნუ აღმართ-დაღმართზე არ მაქვს საუბარი რა. შენ წარმოიდგინე კალიას. ხო და ზუსტად, ანუ ადამიანები ბავშვს ვერ გაასეირნებ რა კალიას. არა და ადამიანები ვისაც არ აქვს შესაძლებლობა რომ გამოვიდნენ დამოუკიდებლად გარეთ, ვერაზოს ვერ მაგიტომაც არ ჩანს ქალაქში შშმ-პირები და გქონია რომ არ არიან თუ რაღაც, მაგრამ პროსტა ვერ გამოდიან. კი. მოდი ერთი ჩავაკვეხებ სანამ გავხურდებით წინ ჩვენი მშვენიერი ვისკი არის Artford 1708, რომელიც იყიდება ალკორიუმში და ვისკის სახლში, ხო არ გინდა? მე ექსეთის ნაწილი მეგონა რაღაც ესა. ესეთის ნაწილია, გინდა? არა, არ შეიძლება.
აუ, ხო, სანამ ამაზე ვართ რა. ეს არის vape juice რა. ოკეი, ესე. ვაიბ და აღარ ახსენო ის. არ ვახსენებ იმ კომპანიას, რომელიც მინდა რომ ისე სითხე მაინც გამოგვიგზავნეთ. ნახე, ანუ რასაც საცოდო რა. ჩემი გაზავებული რაღაცა. მართლა გადახვედი გაზავებული. ბიჭო, არა, ის არის რა, მე ვეწევი 10 მილიგრამიანს ნიკოტინს, ამ დაბალ ნიკოტინს რა და ვაზავებ უნიკოტინოში. ისე? ვერა, ნიკოტინს ცალკე რო ვეწევდი. აქვე რა, გუშინ ვიყავ ვეპორიაში და არ გვაქვს. მაგრამ რა, მაგათგან არ ვიყიდო. მაგათგან არ ვიყიდე. ხო და რა მინდოდა მე თქვა, იცი ისტორიას მოგიყვები? სტიკერებს ბეჭდავთ რა და კაპოში ვდებთ, კაპო არის იაკობ ნიკოლაძის ჩვენი ლეიბლი, სადაც არის მან კაფე რა, კაფეტერია სენდვიჩის სტოქტონის კოჩი. და ეს არის. უფასოდ ვაძლევთ სტიკერებს, ანუ იქ ვდებთ კაფეში და ხალხი ვისაც უნდა შეუძლია წაიო. და კარშე რაღაცა კომპანიაში დავრეკეთ, რომ სტიკერები გვინდა დაგვიბეჭდათ, ხო და მაგ ფასზე შეთანხმდნენ რაღაცა ჩვენი მეგობარი ურეკავდა რა და რო გაიგეს რომ ხო და გაუგზავნა ისენი მე პრინტები კი არა დიზაინები რო გაუგზავნა აუ არ ვიცოდით რომ ზმუკისთვის გინდოდათ და უფასოდ გაგვიკეთა საყვალ და აგე გვიწერია LM Prints ყოფილა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის რა კი და რამდენი ადამიანის მადლი მონის ხო და რო იცოდეთ ხა უკვე ეს გადაცემა რო გავა უკვე ახალი პრინტები იდება კაპოში რამე სხვაგან კი ხო არ დავდოთ იცი რა ფული გადაგვიხადონ და დავდებთ თან რეკლამა იქნება თქვენი კაფესი ან რამე ადგილი შეწაიღე ხო და ამჯერად გავაკეთეთ პატარა ზომის რო ტელეფონზე დაეკროს რა რამოდენიმეს და იქ იმას სონიშიც დავან აუცილებლად გადავიდეთ მივადგეთ სონის მივადგეთ უკვე აუ ხო და რო გავაგზავნოთ შენი ტურის ამბავი სად გაქვთ? ეხლა ტური მორჩა თუ გრძელდება? არა, მე ტური დავაქენსელე, იმიტომ რომ ანუ არარეალური იყო, იმიტომ რომ იმდენი ფრენა მქონდა და არ შეიძლებოდა ფრენა. ხო. და ნუ თან ყველაფერი ისე მიწყობილი იყო რა, აი 4 დეითი ერთდროულად მქონდა 2-ში, 3-ში, 4-ში და რაღაც ეგრე. და რა ქალაქები მქონდა, სად მქონდა? ნუ ბერლინში ვერ მოვასწარი, ეგ იმიტომ რომ მეორე დღეს მქონდა. მე დუსელდორფში მქონდა ერთი გიგი, ვიენაში მქონდა ფესტივალზე. Waves-ი არის ეგეთ ფესტივალი და მანდ უნდა მქონოდა. კიდე ნიუნბერგში უნდა მქონოდა. ანუ ევროტური იყოს. ხო, ევროტური იყოს. რაღაც აღარ მახსოვს უკვე რა არა. და დაკანსელდა ფეხის. ხო, დაკენსელ. ანუ მართლა ძალიან რთული. ანუ მე არ მინდოდა საერთოდ დაკენსება, მაგრამ მეორე და მესამე დღეს რო გავიყვიძე. იმიტომ რომ მოვიტეხე რაღაც ადრენალინის გამო თუ რის გამო, არ ვიცი, მეგონა რომ აი საერთოდ არ დავაკენსელებ თქო და აი მეორე დღეს რო გამოვიყვიძე, თვალის დახამხამებაზეც მტკიოდა და გამორიცხული ამ აქტორს. პრივეტ. ეს რა დაფრინავს ეს დრონი არის. დრონით ვიღებთ. ხო და ისა რა ქვია. ეგ ხარ ის არის იზარალე ქვია მაგას? კი, ოღონდ ძალიან ვიზარალე. ანუ ხო ხვდები კარი. ანუ იცი რა იყო ეგეთი დილ იყო რომ ეს ჩემი agency და თქვათ ვინ არის შენი agency? Emerged agency. არის ეგეთი ისა რა და ეს კრისი ძალიან საყვარელი ტიპი არის. ოღონდ რახან პირველი ზოგადად არტისტისთვის პირველი ტური არის ძალიან სარისკო რა, იმიტომ რომ არც ერთ არტისტს თითქმის sold out-ი არ აქვს, თუ ეხა იქამდე რაღაც არ გაუვარდა ტრეკი ან რაღაცა, ამიტომ შესაბამისად პირველი ორი ტურიც კი აი ისეთი არის რა, ხალხის გაცნობის და რაღაც შენ თვითონ ექსპერიმენტებს ატარებ. ეხა ორი გიგი მოვასწარე, მაგრამ ნუ ძალიან დიდი გამოცდილება იყო მაინც და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე რა. და ესეთი დილ გქონდა რომ იქ რო ჩავიდოდი დარჩენა და ნუ თავისთავად ჰონორარი ეს და გზები მე უნდა დამეფარა რა. და მე თან დრამერი წამოვიყვანე ამერიკიდან ჩემი. ხო და თავისთავად გზის ბილეთები 70% წინასწარ ვიყიდე. და არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც non-refundable ვიყიდე რა, აი რო ვერ გადაცვლი რა. აი იმიტომ რომ refundable ხო უფრო ძვირი ღირს. ხო, იმიტომ ხო და მაგაზე ერთ ბილეთს რო ყიდულობ, ოკეი, არის refundable რო იყიდო და გამოდის რამდენი ჩახვიდე, წახვიდე უნდა, ხო? ორი ბილეთს ყიდულობ ყოველ ქალაქზე და ამდენ გემაზე გამოდიოდა რაღაც $2000 მეტი რა და გადავწყვიტე რომ non-refundable ამეღო, იმიტომ რომ მაინც მიწყობილი იყო რა და ეს სასტუმროები და რაღაც მეთქი იყოს non-refundable. და მე არც ერთი ბილეთი ვეღარ დავაბრუნე და ეგ იყო პრობლემა. მაგის შენი ხარჯი არის სულ? თუ ის კომპანია ვინც არა, ეგ ბილეთები ჩემზე იყო და დანარჩენი ყველაფერი მათზე იყო რა. ხო და არ ვიცი, მაგაზე არ ვფიქრობ რა, მას არის. ძალიან კაია რომ არ ფიქრობ და ესე ლაღად უყურებ ამ ყველაფერს. იმიტომ ეხლა მაგის ანალიზი რო დავიწყო, მაშინ მე უნდა ვინე რო ვიულო და
I don't want to do that. არა, შენ იჯდები უთხარი ვარდზე. ხანი, ვარდი ძალიან გიხდება ხო, აი. ძალიან. თან ისეთი ვარდია რაღაც მრავლის ნახველი თუ რა ქვია, გამოვლილი და თავის ენერგეტიკას, ანუ ის არ დაბლავდა უკვე გზაში. მართლა ძალიან კაი არის. ანუ რაღაცნაირად გადაგედება ეხა მაგის მადლიც და შენიც გადაგედება. ფეხი მოგეჩება. Hopefully. უქტავების თეთრი ვარდი. ეს ყოველთვის საათით გადაგიდეთ. კი, მოყევიեք შენით, ჩვენ ვერ მოვყვეთ. არ ვიცი, ანუ ეგეც ეგრე გამოვიდა რა. 3 დღის წინ თქვი რომ აი რომ ძინავს, კარგად მეხოდება თქო, მე რომ ვიყვეთ 1-4 საათი არ მტკივად. 2 ღამე არ მიძინია საერთოდ ლეკ. ანუ უბრალოდ არ გეძინა თუ აი, გულაო. просто ვერ ვიძინებდი. ანუ სხეულს რო ეძინება ძალიან და აი სულ რო გამთქნარებს და რო წვები, აი ტვინში რაღაც არ ვიცი, ხდება რევოლუცია, მაგრამ ყველაფერზე ერთად. კი, სულ გამოყურებლებს, ხო. და აი საერთოდ ტვინი საერთოდ ვერ ვისვენებ რა, რო ვერ დავიძინე 2 ღამე საერთოდ. არა უშავს. რა შვები ნიუ-იორკში ხარ? ხო? რა უკვე კაი ხანია, ხო ხარ რა? წელიწადზე მეტია უკვე. ხო და რა არის შენი ყოველდღიურობა? ანუ ნიუ-იორკზე გავგიჟდი ისე მომეწონა. და აქამდე ხო ბერლინი მქონდა ის გაჩერება, ჩემი შემდეგი გაჩერება თბილისის მერე ბერლინი იყო და ანუ იმდენად არ გამისწორდა ბერლინზე შემიძლია გავუშვებია ცალკე პოდკასტი გავაკეთოთ ბერლინ როგორ არ მევასება ბერლინი მე რა. მოასწარი უკვე გზაში. ანუ ხო რატო ილაპარაკეთ ხარ თქვენ? არა, შენ პირდა რომ გავიმეორებ, პრობლემები. არა, მაგაზე არ მომბეზდება. ვაპაუზებდი ხომ? არა. არ იცავდო. ხო და არ ვიცი, ჩემთვის ბერლინში ცხოვრება იყო, აი დანტეს მინი ვერსია ჯოჯოხეთის თავისი 9 რკალით რა. ანუ ეს გამოვი, არ ვიცი რატო ოღონდ, მაგრამ გადავედი კორონას დროს და ეგეც იყო რა. ხო და აი დიდად არაფერი არ გამისწორდა რომ არ მოგატყო. ხო და იქ რომ ცხოვრობდი და რომ მქონდა ჩემ მეგობრებთან დრონი დაბრუნდა. ჩემ მეგობრებთან რომ მქონდა ლაპარაკი ბერლინზე, იმიტომ რომ ვიღაცები ხო იქ იშდებიან რა მაგ ქალაქზე. და მეც არის რაღაცები რაც მომწონს რა, ვთქვათ აი გამოფენები, რაღაც ექსპოზიციები. სულ რაღაც საინტერესო ხდება და წახვალ, მაგრამ თვითონ ყოველდღიურობა ეს ამინდი რაღაც ეს სიბნელე. აი პირველი ყველაზე რთული ჩემს ამინდი. აი კი აი ამინდიც როგორ ახლა ნიუ-იორკში -17 იყო ხა 2 კვირა და მაგრამ ზე იყო ხო. და პანჯიდან რო გაიხედები მზეს რო ხედავ რაღაც კაია. პოზიტიურად და სულ სიბნელე იყო 10 საათზე სახლიდან გავდიოდი, ანუ 10-ზე მივდიოდი, სადაც მივდიოდი. ანუ 2-ზე რო გამოვდიოდი, თქო თუ ხედავდი რომ აი ცოტა შებინდებას იწევს რა და ანუ ეგ მაგიჟებდა მართლა. კატასტროფაა ჩემთვის ხო. მე მზის ვარ და ჩემთვის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგი ამინდი რა. ანუ ლონდონში როგორი ცხოვრე შეჩემ. ლონდონში ამბობენ რომ მე არ მიცხოვრე ლონდონში, მაგრამ ამბობენ რომ კაცლებით კაი ამინდები არის. კაცლებით კაი ამინდები. ეგრეც არა, ეგეც მოგონილი არის ყველაფერი, არ ვიცი საიდან რაღაცა ძველი ციგნებიდან თუ რაღაცა არის. ეგრე არ წვიმს ლონდონში, ანუ თბილისი ვიწვიმს. აი ისე წვიმს როგორც თბილისში. მეც მჯერა რომ ეგრე არის, იმიტომ რომ ანუ ატრაკებთ 5 თუ 6 წელი ცხოვრობ, მაგრამ იმას მივხვდი რომ კი ცოტა უარესი ამინდია ვიდრე თბილისში თქვა. და ეჩვევი, რას ეჩვევი, იცი რომ ხვდები რომ ამინდზე რო იყო დამოკიდებული, დაიბრიდები რა. და ტვინი თიშავს მაგას რა. არა მე მაგას მე ვერ გავაკეთე. ეგეც არის. მე ვერ გავაკეთე, იცი რატო? იმიტომ რომ მე ხო მე თან იმას გადამივიდა რომ ვითვლიდი, აბა რამდენი ხანი მზე არ გამოვარდა. ერთხელ დავითვალე 42 დღე. რუსო ღრუბელი იყო მარტო რა და ანუ ეს ხო თან ძალიან სქელი ღრუბლების ფენა არის, იმდენად სქელი ღრუბლების ფენა არის, რომ მზე ვერ ხვდები ლოგიკურადაც სად არის რა. ანუ იმდენად დამალული არის და ფერიც არ ჩანს რა. აი წითელ ფერს რო ჩაიცვო, ნაცრისფერი ფილტრი დაკრავს და ეგ მოკლედ ჩემთვის არ იყო ჩემთვის საინტერესო. და მე სულ ის მომენტი მქონდა რომ მე ჩემს მეგობრებსაც რო ველაპარაკებოდი აი შენ სახლი არის შენში და რაღაც ის რა ფილოსოფია რო არის ხო იცი რომ ანუ შენ კარგად თუ გრძნობ შენს თავში საკუთარ თავში თავს ყველგან კარგად იზნობ ეგ არ არის სიმართლე რა აი საერთოდ არ შესაძლოა იმიტომ რომ ნიუ-იორკში 10 ჯერ უფრო სახელმწრება ანუ ვიდრე ბერლინში იმიტომ რომ ბერლინი ალბათ 20 ჯერ უფრო იაფი არის და სანერვიულო არ გაქვს საერთოდ ფულზე არასდროს არ მინერვიულია ბერლინში და ნიუ-იორკში ანუ ერთხელ გაციებაცას I can't afford it მართლა და სულ მაგაზე მიწევს ნერვიულობა მაგრამ არ იმდენად მისწორდება რომ ხო მაგრამ ანუ ისე იმდენად მისწორდება ეგ რაღაც მუხამში რო ხარ და რაღაც რომ არ ვიცი კარჩე არა სულ კონცენტრირებული ხარ კი და ანუ მე დავწმუნდი რომ ქალაქში უნდა გისწორდებოდეს შენ რა აი რაღაც
დინამიკა უნდა ერგებოდეს შენ შინაგან მდგომარეობას რა. იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ხო ცოტა მოინტროვერტო და რაღაც და უყვართ თქო სახში ჯდომა და რა საკეთებ ნიუ-იორკში? ნიუ-იორკში ძალიან ბევრი რამეს ვაკეთებ. ყოველ 2-3 თვეში რაღაც სამსახურებს ვიცვლი, მაგრამ ესეთი სტაბილურად თან მე ისეთი ვიზა მაქვს, რომ ბევრი რამეს ვერ გავაკეთებ რა, იმიტომ რომ არტისტის ვიზა არის. და აუცილებლად მუსიკალურ იმაში უნდა იყო ჭრილში რა. ანუ იმიტომ რომ ვიზაში მიწერია musician. და ისეთ ადგილას უნდა იმუშაო, სადაც აი რაღაცა მუსიკალური ხდება რა. სტუდიაში დამლაგებლად შეიძლება მუშაობა. არ ვიცი, ეს გასარკვევი არის. მაგრამ არა, ხოდა ეხა მუშაობ ბეისმენტში, ტექნოკლუბში. და რა შეგა? არტისტ კერი ვარ. მე ძალიან მომწონს. თუ ხდება არტისტის, ხოდა ხო, ძალიან მომწონს. მე არ ვერას ვერ ვფიქრობ. ოდი ყოფილა ტექნო backstage-ზე. შემიყვარდებოდა, იმიტომ რომ მე ტექნო არც არ მეყვარდა. ანუ აი ძალიან მელოდიური ტექნო მიყვარდა და აი ცოტა ისეთი რა, ანუ რაღაც დრამატურგია რო არის რა, კომპოზიციაში და თან ჩემი მეგობრების უმეტესობა მაინც იმინა ტექნოკლუბი არის? ხო, ტექნოკლუბია. მაგრამ ანუ ყველანაირ რა ეხა ტექნოს გარდა სხვა რაღაცებსაც უკრავენ ეხა, მაგრამ სტუდიოც არის და იქ უფრო ჰაუსი და რაღაც არის, მაგრამ მაინც ტექნოკლუბი არის რა და მე ძალიან მომწონს. მე ისე ვიყავი ცოტა რომ მეთქი აი შევა არ გამისწორდეს ან რაღაც, მაგრამ ძალიან გამისწორდა და პირიქით შემიყვარდა კიდეც ტექნო. და ანუ ეხა აი დაჟევაკურდები რომ რაღაც პროდაქშენში აი ცოტა მძიმე რაღაცების გამოყენებას ვიწყებ რა, აი ცოტა ოდნავ ინდუსტრიულ რაღაც ინდუსტრიალ ფექი მაქვს ეხა ცალკე რა აუ და რა ჯობები გქონდა მოყევი რა. აუ ძალიან ბევრი ჯობები მქონდა. აი ყველაზე სასაცილო რაც ბერლინში ჯერ ბერლინის მოყევი, ბერლინული ჯობები და ბერლინში ჯობები არ მქონია. მაგრამ ბერლინში არ მჭირდებოდა ფული, იმიტომ რომ რაღაცა სეივინგებით რაც წავედი, იმით 8 თვე ვიცხოვრე. ანუ საქართველოში მოგროვებული სეივინგებით რომ სადღაც 8 თვე ცხოვრობ, ესე იგი ძალიან იაფი არის რა. მაგრამ თან მაგ პერიოდში ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთე რა, რაღაც Netflix-მა გამოიყენა ჩემი ტრეკი და ნუ რაღაც ესეთი რაღაცებიც ბევრი იყო რა და მყოფნიდა რა. და ჩემი ლეიბლის მიხდი და რაღაც სხვებისთვისაც გამიკეთებია ცოტა რა პროდაქშენებით და აი თვეში ერთი რაღაც პატარა პროექტი რო გამიკეთები და მყოფნიდა იქ, იმიტომ რომ რაღაც 400 ევროს ვიხდიდი ოთახში არაფერი არ არის და პროდუქტებიც ძალიან იაფი არის რა. ანუ შეიძლება 600 ევროთ, აი ძალიან კარგად იცხოვრო ბერლინში. ნუ ეხა ჩემი მეგობრებმა მომბენა რომ გაძვირდაო ბერლინიც, მაგრამ არ ვიცი. ხო და ნიუ-იორკში აი მართლა აი ზოგჯერ ისეთი სიტუაცია მქონია რომ რაღაც Craigslist-იან რაღაცებზე ნაყინი სტენდზე მიმუშავია რომ ეძებ რომ აი დღეს გჭირდება ეხა ფული რა და აი რაღაც ბავშვები და აი ცოტა ტვინის რა მაგრამ ნუ აი სხვანაირად არ გამოდიოდა იმ მომენტში რა ხო ნუ რავი ყველაფერი უნდა მოსინჯურად შეხვდება და მაგ დროს როგორ არის ხოლმე იცი აი რაღაცა ერთხელ რომ წამოიკრავ პატარაზე ფეხს არ უნდა წამოიკრა რა აი მე რაღაცა მიყვება ხოლმე რა მე მეორესაც ინერციით ბარბაცებ მე რა და აი ერთი თვე მქონდა ეგეთი რომ აი გავგიჟდი კინაღამ აი მართლა აი და ბოლოს უკვე ისეთი ის იყო რომ აი ცოტა ბევრი რაღაც რო იწყობა და ცოტა უკვე საგიჟეთში გადამდიოდა ბოლოს კოლაბორაცია მქონდა ძალიან საინტერესო არტისტთან და ლეპტოპი გამიფრინდა ხალხო. ოღონდ პროსტო გავიღვიძე რომ ჩამერთო ეს ლეპტოპი და არ ჩაირთო რა. აი ხანდახან მაგ მომენტში მეგონა რომ რაღაც სპეციალურად ეწყობა ხოლმე ეგეთი რაღაცეები რა. მაგრამ იგი იყო მომენტი როცა მე უკვე ჩემშობლებს გამოვართვი ლეპტოპის ფული, იმიტომ რომ უკვე აი არც ერთ იმაში აღარ ჯდებოდა ეს ხო, ნუ რაღაცა ხო. მაგრამ ეგ ერთი თვე იყო ეგეთი რა. და გიგები გააქვს? კი მაქვს. სხვადასხვა მაგ და ეხა დიჯეინგი დავიწყე კიდე და ძალიან მისწორდება და დიჯეინგი უფრო აი რაღაც pocket money დიჯეინგისგან მაქვს რა. იმიტომ რომ გიგები ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო არის რა. ანუ ჩემთვის გიგი როგორ რაღაც არის იცი მე უნდა ჯერზეთი უნდა ვიყო მზად, sonically უნდა ვიყო გამართული და არ ვიცი ვინ sound engineer დამხვდება იქ რა იქნება და ამაზე წინასწარ უკვე 3 ღამით ადრე არ მძინავს ხოლმე და ნუ ძალიან control freak-ი ვარ რა აი რა უნდა მეცვას აი ყველაფერზე ძალიან control freak-ი ვარ და მე როდესაც თანხმდები რაღაც gigs იმ 3 დღე ჩემი მენტალური ჯანმრთელობა არ არსებობს რა მე ოღონდ თან არის რაღაცები რა საერთოდ არ ნერვიულობ მაგრამ არის რაღაცები რაზე ძალიან მენერვიულება რა და მაგის ეგ ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის რა აუ ვინც არის ის გიგი არის კონცერტი ყველამ ხო არის ის ინგლისში რომ მივდიოდი რა ძალიან ბევრი წლის წინ რა მე და ბახალო ვიყავით სერგისთან გახსოვს სერგი გვაჯდალსა მივიდა და რაღაცას ბაზრობთ და
სერგი მეუბნება რომ კარში ინგლისში რო ჩახვალ 1-2 გიგი რო დაგხვდესო, გაასწორებსო რა და ბაზრო. გამოვედით იქიდან და ჯო 1 გიგი გულედანიო და მეორე ვინ არისო? ოკეი. ხო და მაგრამ ისე ზოგჯერ რაღაცები ეძრობა ხოლმე კარგი გიგები და თანხმდები რა, მაგრამ ეხა დიჯეინგი მე ისე გამისწორდა რომ მივხვდი რატო არის მოსახლეობის უმეტესობა დიჯეი. არის იმის შანსი რომ full time DJ გახდე? აუ რაღაც მოჩი არის იცი და რატო? რამდენიმე მიზეზი არის მაგის რა. პირველ რიგში აი ადრე ლაივებს რო ვაკეთებდი, ხანდახან გიტარა მქონდა რა და მაგ პერიოდში არასდროს არ ვნერვიულობდი. ანუ მგონია რომ რაღაც ბარიერი როცა არის შენს და მაყურებელს შორის რაღაც ინსტრუმენტის სახით. ანუ პიანინო მაგ ბარიერს მე არ მიკაითა. მაინც ცოტა გაშიშვლებული ვარ რა. ანუ გიტარა რაღაცა შენი სხეულის ნაწილი რო ხდება რა, თითქოს უფრო მარტივდება და ანუ დექების უკანაც რო ვდგავარ, აი საერთოდ არ ვნერვიულობ. აი ცოტა 5 წუთი ვნერვიულობ ხა. ანუ შენა რაღაცა ის ხო, ანუ ინსტრუმენტად არ არის თუ რაღაცა. ხო და ეს ჩემთვის ახლა მე მუსიკოსი ვარ რა. ვიღაცები არიან თქვა დიჯეები და მე რეიწყებენ პროდაქშენს. უმეტესად უფრო ლოგიკური ეგ არის რა, იმიტომ რომ რაღაც სელექცია გაქვს, მუსიკას უსმენ. და ჩემთვის პირიქით იყო ეს ექსპერიენსი და ეს მე ხო და ჩემთვის რაღაცა პირდაპირ რაღა იყო დამაბნია შენმა მან რაღაცა პირიქით იყო ეს ექსპერიენსი მე დავინახე CDJ-ები როგორც ინსტრუმენტი რა იმიტომ რომ მართლა გაძლევს მაგის საშუალებას რომ ინსტრუმენტად გამოიყენო ანუ იმდენი ფუნქცია აქვს ანუ შეიძლება დალუპო იქ რივერსი ანუ რაღაც ტემპო შეცვალო იმ დონეზე რომ მომენტ და მელოდიასავით გამოდის თუ თქვა ძალიან ანუ მე როგორც ინსტრუმენტი ეგრე დავინახე რა თვითონ CDJ-ები და მაგის გამო ჩემთვის კიდე 100 მაგათ უფრო საინტერესო გახდა DJ-ი მარტო მუსიკის დადიგერება და რას უფრო აი ელექტრო და ეხა ტექნოზე გადავედი ცოტა რა მოიწამლეს აი ძალიან მომიწამლე ხო და ვიღაცები ხომ რაღაცა საკის მერე ტექნო აღარ მოგწევს და ჩემთვის პირიქით მოხდა მაგრამ მე საერთოდ ძალიან late bloomer-ი ვარ რა ანუ რაღაცები ჩემამდე ძალიან გვიან მოდის რა აი წლების მერე მოდის აი სკოლაში რაღაცები რასაც ვკითხულობდი მაგალითად მე რო გადავიკითხე უფრო აი ვთქვათ 25-26 წლის ასაკში საერთოდ სხვანაირად დავინახე რა და ეგრეა რა სლაპა ხო მაგრამ იმდენად სხვანაირად დავინახე რომ ანუ იქ არ მესმოდა ვაფშე რა სწავლობდი ხვდები სკოლაში დოსტოევსკის მაკითხებდნენ როგორ შეიძლება რაღაცა გამეგო ახლა არა რაღაცა იმპერიის შესაბამისად გაიგებ მაგრამ დაამთავრე რუსული სკოლა ბოლო 2 თუ 3 კლას გარეშეში ქონდა არა კლას გარეშეში არა რუსულ სკოლაში როგორ აღმოჩნდი შენ რა ვიცი აღმოჩნდი ანუ ძალიან ბევრი სკოლა მაგ გამოცლილი და ბოლო 2-3 წელი ლეხანოზე ვისწავლე ხო ოკეი მესხიც მაგ იყო მესხი არ იყო მაგრამ არ ვიცი სხვა სკოლა იყო არა მესხი ისე გავიცა იცი რა მაინტერესებს კარჩი ჩემთვის არის შენი ლეიბლზე მოხვედრის ისტორია სასწაულის ჟანრიდან რა ძალიან მაგარი ისტორიაა რა ხო და აი მაგალითად ახლა მარიცის იმ კონკრეტულ ლეიბლზე ლაპარაკი AWOL-ზე ხო AWOL-ზე და ხო და ანუ ძალიან ისეთი რაღაც ერთი ტრეკით მოხდა ხო ყველაფერი რა და შეგიძლია მოყვე ეგ ამბავი ანუ ეგ მოხდა იდეაში ტრეკით უფრო არა ვიდრე სტატიით მოხდა ეგ რა ხო ანუ ხო და მე ჩემთვის მუსიკა და ფეშენი ჩემთვის ძალიან ახლო არის რა და ჩემთვის სულ ეგრე ვგრძნობდი ამას რა და რომელი წელი იყო 4-5 წლის წინ იყო 2020-21 წელი იყო თბილისის Fashion Week-ზე იყო მატერიალის შოუ რა და თხოვეს რომ მემღერა ტრეკი რა რაღაც და ტრეკი კი არა მთელი ეს runway-ისთვის გამეკეთებინა მუსიკალური რაღაც 10 წუთიანი ის გავაკეთეთ რა და მე კი ძალიან გამისწორდა მაგრამ იქ იმდანაც თესლი ხალხი იყო შეკრებილი რა რომ ერთ-ერთი ტიპი აღმოჩნდა ID მაგაზინის დირექტორი რომელიც მაგ დროს ID ძალიან ხოთში იყო რა ეხა რაღაცები მოხდა იქ არ ვიცი რა მაგრამ ნუ მაგ დროს აი ყველა კითხულობდა ID-ს და მეც ყველაფერი ვიცოდი და ძალიან ბევრი არტისტი ID მაგაზინზე და Dazed-ზე და აი ეგეთ რაღაცებზე მყავდა აღმოჩენილი ხო და ეს ტიპი იქ რო აღმოჩნდა ძალიან გაუსწორდა ეს ჩემი მუსიკა და გავაკეთე თუ რამეო და რაღაც გაგედა 10 things you should know about creams თუ რაღაც ეგეთი რა და ნუ მაგას თურმე უზიან ყველა ლეიბლის ეენდარები ეგეთ რაღაცებს ახალ არტისტებს რო ეძებენ რა
და Instagram-ზე მომწერეს, მაგრამ მე არც მინახავს ეს request-ებს ცანცლად ვამოწმებდი მაშინაც და ეხლა აი მავიწყდება ხოლმე იმაზე გადასვლა. ხო, request-ებში არც ყოფილიყარ general-ში. არა, მაგრამ მოგწერი და საერთოდ არ შეგიხი. ხო, და ნუ აი ისე შევდივარ ხოლმე რა, ანუ რაღაც რო ვიცი რომ თქვა დრო მაქვს თავისუფალი და შევალ რა. და ამ გოგოს მოწერილი ქონდა რომ რაღაც ლეიბლიდან ვართო რაღაც და ძალიან მოგწონს შენი მუსიკა და ამ გოგომ არ იცოდა რომ ჩემით ვაკეთებდით ამ მუსიკას რა. ხო და მე რომ მკითხეს რომ მივწერე რომ მეთქი ვაუ რა საინტერესოა და რაღაც მკითხა რომ აი productions ვინ გიკეთებსო და მე რომ ვთქვი productions ჩემით ვაკეთებ და ეგრევე ბილეთი გამომიგზავნეს. მართლა? ხო აი ძალიან გაუსწორდა ძალიან. და თან ეხა მაშინ რო ჩავედი ანუ მთელი ისინი მაგაზე ლაპარაკობდნენ რომ რაღაც 2% იყო ქალი პროდიუსერების რა 2020 წელს 21 წელს. ეხა 4-ზე აიწია თურმე თუ რაღაც და 4 და რაღაცაზე რა. ანუ არავინ გოგოები არ აკეთებდნენ მაშინ მუსიკას რა, productions არ აკეთებდნენ რა. ანუ დაჟე ეს ყველაზე დიდი არტისტები რომლებიც მე მევასება, songwriter-ები არიან და არა პროდიუსერები რა. ხო და ეხა წამოიწია ეგ და ძალიან ანუ ბიორკი თუნდაც ითხოვს მაგას. ითხოვს ანუ ითხოვს ხო ანუ ეხა ბიორკი თუნდაც PJ Harvey და ვიღაცები ანუ თავისით კი აკეთებენ მუსიკას რა მაგრამ პროდიუსერი ყველას ყავს რა იმიტომ რომ ვიღაცა გჭირდება იქ mastermind რომელიც მაგრამ პროდიუსერი კაცებსაც ყავთ ანუ ეგრე ხო არა ყავთ მაგრამ პროცენტულად ქალებს 96% ყავს ხდები მაგაზე არის საუბარი რა ხო და ეხა წამოიწია ძალიან რა ეხა ძალიან ბევრი DJ-ები თქვა პროდიუსერები არიან ქალები და ნუ ძალიან ბევრი ლეიბლები აი ისო ნუ გადაუხვი ბევრი ხო და სად ვიყავი რას ვამბობდი ჩახვედი მოგწერა ლეიბლმა ხო მომწერა ლეიბლმა და ანუ ეგრევე პროს სტატია ნახა მოგწერა და ბილეთი გიყიდეს ხო და მე ჩავედი მე ოღონდ რა ხდებოდა იქ ხა იმათ ეგონათ რომ მე ატალანტაში ვიყავი Oh shit. მართლა? ოღონდ იმას აიდი მაგაზინს ეწერა რომ თბილისი ბეის და რაღაც და მე აღმოჩნდა რომ ის Die For You კლიპი რომ მე და იქ ერთი კადრია Dodges მანქანა არის რა და იქ თუმცა ატლანტაში ძალიან ესეთი არის ყველას ეგ ხო და ანუ ეგ რო დაინახეს რაღაც გადაერთო ტყესა რა საერთოდ რა და რახან უკვე ესეთი დაჰაიპებული იყო ეს ამბავი რომ უნდა ჩავსულიყავი და მე რო ვთხარ თბილისში ვარ თქო და მე რო უკვე ხარ იტყოდნენ რომ მაგრამ ნუ არა მე ამ ენდარს ისე გაუსწორდი რომ მითხრა რომ მე თბილისიდანაც რო ყოფილიყავიო არ მექნებოდაო ისო რა ანუ ხათრისთვისო არ გავაკეთეთო ეგო რა ხო ნუ ვინ გააკეთებდა ხა სისულელე რა ხო არა თან ვიზა და რაღაცეები და ანუ ცალკე ამ ვიზაზე ძალიან ვინერვიულე და ანუ მე გამოვიდა და ჩავა ეგ ვიზა გულისხმობს მე იქ თავის ყველაფერს ხო მუშაობიან იმიან ამი არა მე იქ ცალკე გამაკეთებენ ეს მე იქ რო ჩავფრინდი ძალიან უცნაური რაღაცა იყო მაგრამ ამ სავიზო იმაში რომ შევედი საელჩოში რაღაცა არ მოვეწონე ამ ტიპს თუ რა მოხდა არ ვიცი რა ანუ ეს ტიპი ვინც მელაპარაკობდა თან იქ ხო ზიხარ და ტიპების ხედან ესე და ეს მეოთხე იყო და მეთქი ხო ეს არ მომიწია ეს და მაინც ეგ მომიწია ანუ როგორ რაღაცას მეკითხებოდა ის მამა შენისო საყვარელი ფერი რა არისო რა შუაში იყო ვერ გავიგე რა კითხვები იყო საერთოდ აი ანუ ვიცი რომ რაღაცებს სვავენ რომ რაღაც დარწმუნდნენ რომ იქ არჩები თუ რაღაც ხო რა შუაში იყო რაღაც ძალიან სტრან კითხვები და ერთი 20 წუთი ლაპარაკობდით და მე ვუთხარი რომ მეთქი ეს არტისტი ვარ თქო და ის ფურცელი მქონდა მიტანილი რომ ეს ლეიბლი წერს რომ ჩვენ ეს და ეს ვართ და რაღაც და ცოტა ისეთი წერილი იყო რა ანუ აი მეც რო წამეკითხა ცოტა ვერ დავიჭირებდი რა რომ აი ჩვენს ლეიბლზე არის პოლ მაკარტნი და ტომ იორკი და ეხა ეს გვინდა რომ იყოს და რაღაც აი მეც რო აი ცოტა ბავშვის დაწერილს გავდა ხო მაგრამ ნუ ის ხო არის ხო მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად ეწერა ხო ხვდები აი ცოტა ძალიან exaggerated იყო რა ხო მაგრამ ხო ნაღდი არის და გამკაცმარო დახედა მაგას ესე შეხედა მე ცოტა აი ხო ხვდები რაღაც აი ყალბი ყუთლარიანი მე დაიწყო დაგუგლა ჩემი და ნუ რაღაც და ცოტა მე ისხა და პასპორტი დამიბრუნა ხო და პასპორტს ვაბრუნებენ ხო ის არის აუ და აი რა ტირილი დავიწყე მე გავედი იმიდან და ამჟამად არ ვიცი ამის მოყოლა შეიძლება მაგ საელჩოს რაღაცებს ხო არ ყვებიან ხოლმე რაღაც მაგ ისტორიებს I don't even know whatever და მე ისა რა ქვია მე დამიძახა უკან და თუ არ მიფრინავო ამ ვიკენდზეო დატოვეო და განვიხილავთ და გადავრეკავთ ამ იმაზე ალბათ მაინც უნდა გადაემოწმებინო მაინც უნდა ხო ალბათ გადაამოწმეს რამდენად ხდება რომ მოიტყუო მიხვიდე ეგრე რა მეთქი არ მიფრინავ არც ეხლა არ მიფრინავ და არც next week არ გოფინდებით ვარ ჩარტყავთ ამ ვიზას და ნუ აი ძალიან ის იყო რა ძალიან დავისტრესე რა თან მე ეგრევე ტერილი დავიწყე რატომღაც ანუ არც გავაცი მაგრამ ნუ რო გავტრიალდი თუ რაღაც ეგრევე წრებლები წავიღე და მოგცეს ხო მე რომ ვიღე ეს იყო და ოღონდ როგორი ვიზა იყო იცი რაღაც რამდენიმე დღიანი იყო რა ანუ ეს 10 წლიან 8 წლიან ეგეთი არ იყო
ხო და მე იქ რო ჩავფრინდი ძალიან უნდა და ჩემ ლეიბლს რომ დავრჩენილიყავი იქ და ნუ ძალიან გაუსწრად იმიტომ რომ იქ რაღაც რო ჩავედი ლეპტოპი წავიღიასნათ და ეს ჩემი 90 პროექტი გავხსენით იქ და ყველაფერი მოვისმინეთ და ნუ ძალიან გაუსწრდათ და მე დაჟე უკვე ის მომენტი იყო რაღაც სხვა ისიც უნდა მიგვეცა ეს ტრეკები და მე დაიწყო მე ჩავფრინდი მარტში ხო, თებერვლის ბოლოს ჩავფრინდი მე მგონი და რაღაც 2 მარტს გამომიშვეს უკან, იმიტომ რომ ეს საზღვრები იკეტებოდა. მე რო ჩამოვფრინდი, ჩემს მე 2 საათზე ჩამოვფრინდა თუ 3 საათზე ღამის რეისი, ისინი ყველა კარანტინში გაუშვეს რა, ეგრე ჩამოვაღწიე. გამოასწავლე ხო. მე იყო ის მომენტი, რომ აი ხა ის მორჩება ეს კოვიდი და ისევ ჩამოგიყვანთ. აი ეს მორჩება ხა კოვიდი. ესე გაგრძელდა ხალხმა 3 წელი მართლა და ანუ მე რომ ცოდნოდა რომ ამდენი ხანი ვინიცოდა ახლა 3 წელი ჩავჭდებოდით, მაგრამ მე ძალიან მოვეშვი რა. მეთქი ახლა 4 თვეში მოვიხოდები თუ რაღაც რა. და მე ანუ 4 თვე გავიდა, მეთქი ახლა 2 თვეში მოვიხოდები. მე რაღაც კარანტინი გაიჭი და მე ლაივები მქონდა დაგეგმილი ვერც ლაივები. ნუ ეგ ყველასთვის კრიზისული იყო ძალიან ეგ კოვიდი რა. მაგრამ მე ჩემს ლაივზე ის მოხდა, რომ bankruptcy სპონტი გაიჭითა რა. და Sony მიყიდა. ეგ არ ვიცოდი. და მე გავიჩნდა მე Sony, მე ვარ ხა Sony-ზე და ეგრე გამოვიდა. და Sony-ზე მე არასდროს სასტავთან გაქვს ხა ურთიერთობა. და მე ხა Sony-ზე არასდროს არ მინდოდა ყოფნა პროსტა ესე აღმოვჩნდი. იმიტომ რომ 46000 არტისტი ყავთ რა, ხვდები? და 46000 არტისტი რო ყავთ. ხო, 300 იმ დამსაქმებელი რო არის. შენ მე იმეილს რო წერ ერთ კვირაში მოვსხობენ, ხო ხვდები რა ეს არის რა. ხო და ნუ კარჩე whatever. მე მაინც ჩემთვის მაინც მე არასდროს არ მქონდა dream რო ლეიბლზე ყოფილიყავი და რაღაც ძალიან დიდი ჩემთვის მუსიკა თერაპიული დღევანდელ დღეს ლეიბლი დიდად ვერაფერს ვეღარ ცვლის რა. ხო აი დღევანდელ დღეს ლეიბლი social media გახდა. თუ შენ გაგიმართლა და რაღაც viral გახდი, იმიტომ რომ viral გახდომა არის ძალიან დიდი პრობლემა არტისტისთვის რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სპაიკი გაქვს რა. იმენა გლუკოზ სპაიკი არის რა და თუ თიმი არ ყავს რომ გაჩერდე, ისე ჩამოვარდები რომ one song არტისტი იქნები მთელი ცხოვრება რა. და მე viral რო ხდები, მაგის პრობლემა ის არის რომ მე ვისწავ ძალიან ბევრ არტისტებს რა ნიუ-იორკში რომ აი რაღაც უცებ TikTok-ზე მილიონი ნახვები გაიჭითათ და ეხლა 300 view აქვს თითო ვიდეოზე რა და იმ მომენტში თუ არ მიაჭერი და შენ გუნდი თუ არ ყავს და იქ თუ არ შეგინარჩუნეს და მე კიდე ამ ტრეკს რომ და ეს ტრეკი რომ გაგივარდება იმის მერე იმაზე უკეთესი თუ არ გააკეთე დგრებს ძალიან რთული არის რა მე მაგალითად არ ვუსურვებდი ჩემ თავს რომ რაღაც ერთი ტრეკი ძალიან გამივარდეს მირჩევნია რომ სტაბილურად რაღაც მსმენელი ნელ-ნელა მეზრდებოდეს და ხარისხიანი მსმენელი მყავდეს ვიდრე აი უცებ და რაღაც მასა რომ შემოიჭრება რა უაზრო ვაფშე მსმენელის რა და ნუ მაგის პრობლემები ახლა ჩემს ლეიბლზეც არის ახლა დიდი არტისტები რო ყავთ თქვა და აი TikTok-ზე მოხდილი არტისტები ძალიან დღემდელი ლეიბლების პრობლემა რა არის იცი ყველა bankruptcy-სკენ მიდის რა ამიტომ რომ ძალიან ბევრი არტისტი უკვე independent არის და შეუძლია რომ მოიხოდოს თავისი ლეიბლის გარეშე ერთი ორი ტიპი თუ ყავს მენეჯერი გინდა რა ხო აი თიმში თუ ყავს ერთი ორი ტიპი ვისაც ფულის კეთება უნდა ოღონდ აი мотиваცია რომ ფულის კეთება არის რა ხო ანუ იმიტომ რომ იცის რომ 1% მას ეკუთვნის იმენია რა თქმა უნდა ან ჩათვალე რომ ძალიან კარგად ხარ და არ გჭირდება ეგრე ლეიბლი ოღონდ ძალიან მოტივირებულები უნდა იყოს და შენ full time ყავს ახლა მენეჯერი მაგრამ ცოტა ისე ვართ რა აღარ მყავს ფაქტობრივად მენეჯერი რა ხო და მაგრამ მეც რომ ნიუ-იორკში გადავედი ძალიან დავზადნე რაღაცეებით იმიტომ რომ აი ეს სულ ბინის შოუნა რაღაც ისა სამსახურის გაძრობაა და ანუ მუსიკა ეხა ავაწყეს ეთაპი ერთი წლის მერე ხვდები ხო და ნუ ეგრე მაგდენი დრო არ მაქვს რამდენი თქვა თბილისში მქონდა რა იმაზე მოსულა ლაპარაკი იპის ამბავზე რომ ხაია მოხდა ხო ნუ თუ არ ღირს არ ვიცი მე კი ვიტყვი ახლა ძალიან მაგრად მკიდია ჩემი ლეიბლი რას ფიქრობს ჩემი ლეიბლი როგორი არის შეზღუდვები არ გაქვს შენ რა გონია რომ Sony ამას უყურებს გადათარგმნის რა ვიცი მაგას რამე შოუდა ზოგადად რაღაც მითხრება ხოლმე რაღაცაზე ლაპარაკობ to be honest რატო რა ქნეს არ ვიცი რა IP რა ხდება არა მე შეგვიძლია არ ჩავსვათ ჩემი deal იყო კონტრაქტის 3 album deal იყო რა ხო და პირველი ალბომი რო შევკარი მინდოდა რომ ჩამებარებინა ეს რაღაც 14 ტრეკი და მითხეს რომ არ გინდავ ეხა LP 2 EP გავაკეთო და უფრო ჭკვიანური იქნებაო რა ეგ ითულება ალბომს არა და მე მეორე ალბომი რო ჩავაბარე ეხა მეორე ალბომი ჩემი აზრით მეორე ალბომს ვაბარებდი და ეს არის პირველი ალბომიო და კიდე ორი გაქვთ დარჩენილიო და მე შემდეგი ალბომი მზად მაქვს და წესით ამას რო ჩავაბარებდი შემდეგს ეხა 2026-ში მივცემდი და უნდა წამოსულიყავი რა მაგრამ ეს ჩიხში აღმოჩნდი
მაგრამ ისევე როგორც ეს ფეხის პრობლემა და ანუ არ მენერვულება რა. რაც სულ შეხედავ მით დაკლებ ზიანს. მე სიმართლე გითხრა ზოგჯერ იმაზე ვნერვიულობ, რომ რატო არ მენერვიულება რაღაცეებზე. ცოტა ზოგჯერ ჩემ თავს ვაძალებ, რომ უნდა ინერვიულო ეხა, რომ გამოასწორო ეს პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც ჟილკა რომ მქონდეს, რომ მაგრამ ანუ აი რაღაც detached ვარ ხოლმე რაღაცეებისგან რა. მაგრამ ეგ ალბათ კაი არის, არ ვიცი. ნახოთ. აი ვალების გამო თავის ჩამოხრჩობების იმაში რო არ გადაიჭრა ხო იცი? მაგ დროს რაც მეც ეჭიდაობი უფრო გირთულდება და პირიქით რაც მეც მე მგონი ჩემი გამოცდილებით რაც ადვილად იკიდებ, უფრო ადვილად ხო და მე მავიწყდება კიდეც რა არც მჭირდება რომ ვიფიქრო იმაზე რომ დავიკიდო რა. და მე როდის ხვდები იცი რომ ძალიან ტრაქში ვარ, რომ ყვები ამას რა ვიღაცებთან და ვაუ არ რეაქციით actually ზაფაქტ ხარჭიჭი და არა მე ძალიან მომწონს შენი აღქმა ყოველთვის ხო ნუ რავი ეგრე ალბათ პროსტა ეგეთი ხასიათი მაქვს ალბათ პროსტა იმიტომ რომ კაია მე მაგას რა ჯობია I guess yeah აუ ერთი რაღაც მინდა გთხოვო რა ჩვენ მაყურებელს თხოვე რომ გამოიწერონ რა არხი ძალიან გთხოვთ და გამოწერის მნიშვნელობაც რა აუხსნათ You just need to follow მართლა ხო რამდენჯერ უნდა გთხოვოთ კარგი არის წერენ ხო ანუ რეალურად არა ის სხვადასხვა ხო ხედავ ჩვენ ხო გვაქვს ეგ ეხა სხვადასხვა ეგ არის პრობლემა რომ ჩემი სტალკერების რაოდენობა ინსტაგრამზე და ყოველ თვე არის 400,000 330-დან 400,000-მდე რომ გამოგიწეროს ხო და მაფოლოებს 12,000 ადამიანი და მე ფოტოსაც რო ვდები ხო შეიძლება ინტერაქშენები და რაღაცები ეწია სულ ძალიან მაღალი ციფრები არის და ანუ რაღაცა ხალხი მოტავს რა მაგრამ თან ისიც მესმის რომ ცოტა ისეთ რაღაცებს იწერენ რა რაც მათთვის ის არის რა ქვია მაგრამ ერთი რაღაც პოდკასტერი არის რაღაც CEO of something Steven რო ქვია რაღაცებზე ლაპარაკობს რა ბიზნესებზე და ბევრ საინტერესო რაღაცებს და ძალიან ხშირად იწვევს ხოლმე neuroscientist-ებს და მე ძალიან მიყვარს ეგ სფერო რა და ვუსმენ ხოლმე ამ პოდკასტს მე გამოწერილი მაქვს რა და ამასთან მაგტიპმაც თქვა რომ ანუ მართლა უკვე თითქმის number 1 პოდკასტი არის Spotify-ზე რა მაგრამ ამბობს რომ ანუ რაღაც 30-ჯერ უფრო მეტი 30x მეტი ადამიანი უსმენს, ვიდრე აფოლოებს და ანუ არაფერი არ გაკლდება Spotify-ზე რომ დამაფოლოოთ ხო რა და რატომ ხო Spotify-ზეც დაგვაფოლოეთ, სხვა შორის Spotify-ზეც იდევა რა, ყველგან დაგვაფოლოეთ. თქვენი არაფერი არ მიდის, ჩვენ გვიხარით. ანუ რეალურად თან ხო ვატყობთ ხოლმე კომენტარები და რომ აგერ გოგავალაპარაკოთ მაგაზე, რამდენად ის არის, რა ქვია, რაღაცა თითქოს გვერდში გვიდგანან, მაგრამ ეს ელემენტარული თითის დაჭერა ეს არის. არა ხო ვინც ჩვენთან აკომენტარებს ძალიან მაგარი სასტავი ყავს აი ძალიან ჩართული და არა მე სულ ამბობ რომ ისა ხარისხი გირჩევნოს რაოდენობას რა quality over ჯერჯერობით ეგრე უეჭველი ეგრე გირჩევნია მე მგონია რომ ჩვენ ისეთი მაყურებელი ყავს ვინც რომელიც სხვებს არ ყავთ ჩვენ ვინც გვინდა რომ ყავდეს ისინი ყავს ეგრეა მართლა მე ვინც მინდოდა რომ ამ გადაცემის გარშემო ყოფილიყო მისი პოდკასტის ყველა უყურებს თითქმის რა მხარა ხოჭოა თუ რა არის ბეტმენია რა ეს არის გოგა კაკულიას დრონი იცოდეთ და ჩვენ არ მოგდოთ ბრალი რომ ის გვაქვს რა ქვია გოგა არ მოიწვიოთ მოწვეულია სულზის ამას არ ამოჭრი ხო თან წევს კი არ წევს და იყურება კამერაში გავაგრძელოთ კინოს გავაგრძელოთ რას ვლაპარაკობდით რას ვლაპარაკობდით და ლეიბლის გარშემო დავდიოდით და ნუ ხო მოკლედ ძალიან ტრიკი არის ლეიბლზე ეხა მე რო ვიყო 20-ში სხვანაირად გავაკეთე მაგრამ მე კიდე ეხა ერთი რაღაც არა უეჭველი დავრჩევოდი ამერიკაში უეჭველი მაინც ეხა ჩავედი და მე ძალიან მეოსება იქაურობა და სად იყო based label-ის LA-ში და ნიუ-იორკი უფრო მომწონს ვიდრე LA მაგრამ ნუ დასაწყისისთვის ძალიან კაი იქნებოდა მაგრამ კიდე რა არის მე კიდე სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურად მოვიქეცი რაღაცები იმიტომ რომ მე წავიკითხე კონტრაქტი და ამ იურისტმა მითხრა რომ მართლა პირველი არტისტი ხარო თავიდან ბოლომდე კონტრაქტები წაიკითხავ და ცალკე ისეთი პრეშერი იყო დედაჩემმა საერთოდ ეგ შევა ტრაფიკინგის მღერბლი გახდება და რაღაც ისტერიკული მაგრამ ნუ ეს ძალიან დიდი კონტრაქტი მე თავიდან ბოლომდე წავიკითხე რამდენად გავიგე უკვე მეორე საკითხი არის მაგრამ ეთლის წავიკითხე. ეხლა ChatGPT-ს წააკითხებ. აუცილებლად. საბოლოო ჯამში კარგად ვერ გაიგე. აი იმ დღეს ტუშას არა, მე ბევრი რაღაცა შევასწორებინე მაგ. თავიდან 5 ალბომის დილი იყო და 3-ზე ჩამოვაყვანინე და კიდე რა შეასწორებ? კიდე ჰონორარები მოვამატებინე ყველაფერზე ძალიან საკაიფო. რა მაინტერესებს? აი როგორც old school დილები ეგეთი იყო, ანუ advance-ი მოგცეს წინასწარ ფული.
წინასწარ-ფული მოგცეს, ეგ ალბომის ჩასაწერად? ალბომის ჩასაწერად არა, პროსტა გაძლევენ და რისთვისაც გინდა იყენებ რა. ოკეი. და მე გამოვიყენე, ნუ რაღაც მე ბერლინში რო გადავედი ეგედვენსებით გადავედი. პროსტა ედვენსის მთელი მინუსი ის არის, რომ ფაქტობრივად შენ ვალში ხარ რა, ამიტომ და recoupable advances ქვია რა და ეს ფული დაბრუნდეს მე. რამე დაუბრუნე? მე რა ვიცი, Spotify-ს ყველა სტრიმი მაგათ აქვს და არაფრისგან მე არ შემომდის არაფერი და ეგ თვითონი ანგარიშონ, it's none of my business. იმ დღეს ბაზრობდით ტოისასთან გაგრას მაგაზე, რომ სასწავლებელში რო ვიძახდი, რომ რაღაც ეგეთი დამატებითი ინფორმაციის სკილი რო კონდეს თქო, ადამიან მუსიკოსებს თქო. შენ ხა მაგისთვის შემზადებული იყავი, ანუ აი როგორ რა ნაწილზე მიგექცია ყურადღება, რომ თქვა იურისტი უნდა დაასწრებოდა იმ კონტრაქტის საკითხავს, ეგეთი რაღაცეების ცოდნა ქონდა? არა, რა თქმა უნდა, საიდან მექნება. ეგ კი არა მითხრეს, რომ საქართველოში გააზრეო ქართველი იურისტი, რომელიც გადაგითარგმნის ამას და არ არსებობს საქართველოში შოუ ბიზნესის ჭრილში რომ მიიღო განათლება რა. იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა სამყარო არის. ანუ იურისტი, სამოქალაქო და რაღაც ისინი რო დამთავრებული კრიმინალური, ეგ საერთოდ სხვა კანონმდებლობა ხო, არა, შეიძლება, მაგრამ აი ეს რეალობაში? კი. ეს რაღაც შენი ტრეკის დარეგისტრირება, უფლებები რო ან ძალიან დიდი ფილოსოფია არის მან. საშინელება, მან მუსიკოს საერთოდ არაფერი არ ესაქმება. მოგინდება მუსიკა და არაფერი აღარ მოგინდება მან. მე ეგრე ვარ, მაგრამ ანუ სადღაცას თვლი რომ ეგ რო იცოდე კარგია, ალბათ კაია, ხო, უბრალოდ გვეზარება მაგისა. ცალკე პროფესია, რას ლაპარაკობ, ანუ ერთად თან მუსიკოსი იყო და თან იურისტი. არა, ხო, იურისტის დონეზე კი არ უნდა იყოს. ჩაჩებითი მხარდაჭერის არის რომ იურისტი ხარ, ანუ რომ ამბობდი სასწავლებელი უნდა იყოსო რა. ეგ არის, ჩაულებრივად რაღაცა იურიდიულ სკოლაში ასწავლიან entertainment law, რა ქვია მაგას რა. მაგდონეზე მომზადებას. სხვადასხვა მე ბერლინში რო სწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, მან მქონდა ეს ბიზნესის რაღაცა, მაგრამ ანუ იმდენად დიდი სფერო არის და იმდენად ყოველთვის იცვლება თან რა, ხვდები? ანუ წარმოიდგინე, ახალი API რო გამოდის, იცვლება ეგ კანონმდებლობაც. ეხლა TikTok-ზე მუსიკის გამოყენება და რაღაცები, Spotify-ზე ხო არ იყო რაღაც COVID-ამდე ეს TikTok-ი საერთოდ. ეხლა მაგინა როგორ უნდა დაადო ტრეკი TikTok-ზე. ეხლა საქართველოში რო ინფლუენსერები არიან და ფულს არაკეთებენ, ანუ that's kind of crazy. ამ ხელა კონტენტ ჩოლებრივი full time job-ი აქვს. ეხლა ვინც თქვა ამერიკაში აქვს, მაგრამ მაგას რო ავსებ, tax payer-ი უნდა იყო, იმიტომ იმისგან tax-ები უნდა გადაიხადო, ხო? ხო, რა უცნაურია ეს YouTube-ი იხდის საქართველოში ფულს. ხო, და YouTube-ი ძალიან ხანი არსებობს უკვე და მოაგვარეს ეს არა ქვია. და TikTok-ი მაინც აი ისეთი რაღაცა არის რა. TikTok-იც არ იხდის, ხო, საქართველოში? არა. არა, რაღაცა შეიცვალა, მაგრამ რამოდენიმე შეიძლება ეხლა შეიცვალა, შარშანად ვიცი. შეიცვალა. შეიძლება. რაღაცა სიხდის უკვე. მაგრამ ნუ ამერიკაში ძალიან ბორფულს აკეთებენ TikTok-ით. ანუ view-ებით, ხო, უბრალოდ. ვიდეოებით, ლაიქებით, ალგორითმი ხო იცვლება, მან აი ზოგჯერ არის რომ ლაიქებით უფრო ბევრი რაღაც ის ზოგჯერ თქვა დასეივებით უფრო მეტი. ხო და დაგვილაიქეთ, ფულს კი არ ვიღებ. TikTok-ი გააქვთ თქვენ? კი, TikTok-იც გვაქვს, Instagram-იც გვაქვს, Facebook-იც გვაქვს და YouTube-ი ხო გვაქვს და გვაქვს. და Spotify გვაქვს. Spotify-ზე ძალიან ცოტა მსმენელი გვყავს, მაგრამ ნუ Spotify ბორსაც არა აქვს, არა, უფრო Apple Music-ი. ხო, უბრალოდ ჯერ არ არის ეგეთი მასიური Spotify. Apple Music-ი აქვს, თვითონ. აი მე ძალიან ხშირ შემთხვევაში რაღაც ტრეკს რომ მიგზავნიან Apple Music-ით მიგზავნიან ხოლმე. ხო, ის არ ვიცნობ Apple Music. გააჩნია რეგიონს. ჩვენ რეალობაში Spotify. იმიტომ რომ გვაჯი იმიტომ უსმენს Apple Music-ზე რომ lossless არის. ჯერ საქართველოში lossless Spotify არ შემოსულა. ოკეი. Lossless გულისხმობ ვინც არ იცის, რო არ იკარგება ხარისხი რა. უკვე აი მასტერის ხარისხი რა. ვაი მე ძალიან კარგად ისმის Spotify-ზეც ყველაფერი. მეც მაგრამ კიდია სიმართლე რა გითხრა. მაგრამ იმ დღეს ვიყავი. ანუ Spotify და YouTube-ზე უსმენდა ყველა მუსიკას და აუ ხო. და YouTube-ამდე ვქაჩავდით 3 მეგაბაიტიან MP3 ფაილებს. მე მაგრამ ხო არ შემოვალა და მოდი რა და ვაფშე. ნუ მოკალი რა. რატო უნდა მოკლა? მაშინ აკოცე. თავისთვის დაფრინავს. კაუშვი. არა, საყვარელი, просто ამას რომ მიეკანო მოგაცუებს. ხო იცი? ეს ფაროსანა არის? კი, საყვარელი ჩვენიანი აქაური საგურამოს ფაროსანა. რა მეგვიმღერე რა. Oh no, please. აკაპელა. მოსულიყავი ლაივზე და მოისმენდი სიმღერებს. ავად ვიყავ. 2 საათი. ავად ვიყავ. არის მასალა და მე კიდე სპექტაკლი მქონდა. არ მეტყობა ცოტა რაღაცნაირად. არა, შეიძლება ეგეთი ხარ მაინც. არა, დღეს განსაკუთრებულად აღლევებულია.
მაგრამ გუშინ სხვადასხვა ხამე მეგონა რომ ვცივდებოდი. მეც. და მეგონა რომ აუ ეხა როგორ მივწერო თქო რა. ანუ იმენა აი ცოტა ძალიან არ მიყვარს ეგეთი რაღაცები რომ დავგეგმო ვიღაცასთან და მე გადაგდები სპონტი რა. ისო მგონია ვიღაცა რო ეგრე მწერს რომ აი მე ეხა ვეღარ მოვიდა მგონია რომ ეზარება ხოლმე რა. აი გონე იგონებს მიზეზი. არა შენგან არ გვეგონებოდა მაგრამ მაინც მოგიყვანდა. იმენა აი ცოტა რომ გაკანკალებს ცოტა ხამე ეგრე ვიყავი და ხო გუშინ რაღაც მეც ეგეთი ღამე მქონდა. ცნაური იყო მე იბუპროფენი დავდიე და მოვიხოდა. გუშინ იყო კონცერტი თუ გუშინ წინ იყო გუშინ. შენ რატო არ მიხვედი? მე სპექტაკლი მქონა რომ ვერ მივედი. 12 საათზე ღამის? ხო, მაგრამ კუტარი ვიყავი. გუშინ წინა დღეს ვიყავი, მოკლედ რა. კაი და იქ არაფერი არანაირი შემდეგში მოხდა. როგორ ჩაიარა? არც მე ძალიან კარგად. მაგარი ძალიან ვიდეოები კარგად, ვნახე. იმიტომ რომ მე ძალიან ნერვიულობდი. ანუ ჩემთვის როგორი ის არის, იცი, ლაივზე ძალიან ბევრს მოძრაობ სტეიჯზე და ანუ ზუსტად ვიცი რომ მთელი კრაუდის ხასიათი არის ჩემზე დამოკიდებული რა, ბუნებრივია. და დინამიკა მის რა, ხალხის არის იმენა ჩემ მოძრაობაზე რა. ანუ მე რო ხტუნვას ვიწყებ სტეიჯზე, ისინიც ხტუნავენ და ანუ ძალიან anxiety მქონდა რომ ეხლა დამჯდარზე და წაიღო მაინც? კი, ძალიან კარგად წაიღო. ხო, მე სტორები მაგარია. ძალიან კარგად წაიღო. მაგრამ ძალიან კარგი special guest-ები მყავდა და მაგათ გამოაცხადა. მიშა ყავდა. მიშა მყავდა აბრამიშვილი. ოკეი. და ნუ აი მიშა არის რაღაცა სასწაული რა. ძალიან. აი ეგ არის ფენომენალური მეცოა? მის კონტრტენორი. თუ კონტრტენორია, ხო. მაგრამ ყველაფერი შეუულია მართლა. და ნუ მაგან ისე თან ძალიან სარისკო რაღაც გავაკეთე, იმიტომ რომ მოვიდა. მე ზოგადად ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე ეს special guest-ებს რა. და სულ თავიდან ვეკითხები რა უნდათ მათ, რას ხედავენ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კომფორტი კონდეს რა ადამიანს შენთან რომ მუშაობს და ეხლა მეც კი შემიძლია ვუთხრა იმიტომ მე ძალიან კარგად ვიცი რა მინდა მაგრამ მეშინა რომ არ შევაშინო თავიდან რა რაღაც დისკომფორტი რა შევქნა უმეტესად რომ მოდიან და ეკითხები რა უნდათ ეგრევე იციან რაც უნდათ რა და ნუ მე უკვე ეხლა თუ მუშაობს რაღაცნაირად მაშუებით და ეს რომ მოვიდა მეო მაქო პულენკისო ძალიან კარგიო ისაო კომპოზიციაო და ეგ მინდა ვიმღერო და მე ცოტა სიუმოვმა დამასხა იმიტომ რომ ანუ არ ვიცი ხარ რანაირად შეიძლება და ნუ ამის კონკრეტული კომპოზიცია მე მგონა რაღაც ისე გავაკეთებდით ჩემ ტრეკს რაღაც გავუწერდი თავის სპარტ მაგრამ ნუ აი მე იმღერე თქო მე რომ იმღერა ისე გამისწორდა და იმას სიყვარულზე არის ეგ რა და რა თქმა უნდა სიყვარულზე არის იქნება ოპერა და მე ტექსტს ჩაუჯექი კარგად და მეთქი ხა კონცეპტუალურად დავუკავშირო ჩემ მუსიკაზე, რენდომზე რო არ გადმოვხდე რაღაცაზე რა. ხო და დაისი უხდებოდა ძალიან რა, ნოტზეც ამთავრებდა. რაღაცა სი ბემოლი თუ რაღაცა იყო, ის ზუსტად იმ ნოტზე იწყებოდა რა. და მეთქი ამას ხა ის თან როგორი განსხვავება არის, ის არის შენ არ ყავს მოსმენელი ის. კი, მაგ ის ტიპი ყავს მიშა. შენ წინა კონცერტზე იყო, იგივე იყო, თუ სხვა არა, იგივე იყო, მაგრამ იქ სხვა კონცეპტი გქონდა. იქ გოგოებიც კონცერტ და ის წყავდა თამარა ჩუმაშვილი და ენოქიძე გონდა. ასე ხა ვერ ვასწრებდი ძალიან მოკლედ რომ მქონდა და ხო და ისე წავიდა და მე ეს რო ამთავრებს ამ თავის პულენკის კომპოზიციას მარტო კლავიში იყო რა და მე გადადის ჩემ ტრეკში რომელიც არის როგორი ოვერდრაივი იცი აი სუ დისტორშენით გაკეთებული არის რა და ვოკალის სუ დისტორშენი არის და აუ ისე მოუხდა რომ აი ძალიან მე ძალიან ნერვიულობდი და სახში როგორ ვიყავი იცი რომ მოდიოდა და რომ ვაკეთებდით აი 5 წუთი ძალიან მომწონდა 5 წუთი ვფიქრობდი რომ აი სტეიჯზე შეიძლება ძალიან სასაცილო აი ხო იცი რაღაცა ძალიან რისკი იყო რა კი მაგრამ ძალიან ეფექტური და კიდე ვინ ყავდა special guest-ები? ნაზი მყავდა კიდე. და ჩელოზე დაუკრა და აი ისე გაასწორა, ჩელო ისე მიყვარს, რომ აი მე მგონი ჩემი საყვარელი ნაზი არის მოკუმოკუს პერკუსია. Yes. და უკრავს ჩელოზე. და ჩელოზე უკრავს. მე პირველად ნახე მოკუმოკუს კონცერტზე ინტროს უკრავდა ჩელოზე და ხო იცი ვაფშე არ ველოდი. თან ძალიან უხდება ჩელო რა, რაღაცნაირად უხდება ეს ინსტრუმენტი და აუ ისე გამისწორდა, თან ძალიან გვიან უთხარი გაციებული იყო. ანუ მეგონა რომ უარს მეტყოდა, მაგრამ მე დამთავრდა და ძალიან გასწორდა. თვითონაც მითხრა რომ ძალიან გავუსწორდა და კიდე ეგ იყო ეს ორი special guest. კორძი მინდოდა კიდე, მაგრამ ბერლინში არის. და ჩემი ერთი მეგობარი მინდოდა აგნი, მაგრამ ისიც რაღაც არ იყო ქალაქში რა. ის თქვენი ტრეკი მომწონს შენ და კორძის რაც არის. ხო, ძალიან კაია რა. ხო. შენ გიდევს ხო? ძალიან მომწონს მეც. კაი გამოვიდა ძალიან. რემიქსები ძალიან მომწონს. მინდა რომ რემიქს ალბომი გავაკეთო, ან at least EP ან რაღაც. ხო, მაგრამ აქ პროდიუსერები ვინ გეგულება ვისთან ერთადაც ისავთ. ბიჭო, ბევრთან ვიზავდი მომენტ, მაგრამ ეხა ჩემი საყვარელი მე ხო ხა ელექტროს ვუკრავ ხოლმე რა. ხო და ერთი ტრეკი
მაგ რომელიც რამდენჯერმე DJ-ინგის დროს გადავიყვანე ელექტროში რა, ჩემი და კიდე ძალიან მომეწონა და ამან მომცა ინსპირაცია რომ მე გამეგრძელებინა ელექტროპონჩი რა და ჩემი საყვარელი პროდიუსერი ელექტროს ვინც აკეთებს დაგა. კოლუმბიაში ცხოვრობს ეს ტიპი. არის ნუ აი გენიოსი არის რა. ანუ მე საერთოდ Eastern European ელექტრომიმოსება, აი უფრო უკრაინელების რა, აი Redrummy, Hermeti და ესენი ყველაზე მეტად ეგეთი ელექტრომიმოს, მაგრამ ეს ტიპი არის რაღაც კიდე ცალკე კონტინენტი. ხო და რამდენიმე ხნის წინ დავაფოლოვე და ცოტა დამოფოლოვა და აღმოჩნდა რომ ჩვენი აგენტის, აი როგორი რენდომ ფაქტი, მაგრამ ჩემი აგენტის აი ეს არის მუსიკოსია ისიც რა, ერთი აგენტი ყავს. ოღონდ რამდენი აგენტი არსებობს ხო წარმოგიდგენია? მართლა და ჩვენი აგენტი გერმანიაში ცხოვრობს რა შუაში არიან არ ვიცი. და მოკლედ გადაწყდა რომ გავაკეთოთ კოლაბორაცია და ეხლა მუშაობთ და ანუ აი ისეთი იმასთან რა. ხო. ძალიან თვითონაც მოწერო ძალიან მოწონს ჩვენი მუსიკა და აი ძალიან აღარ მომიწია ცვალება და ესა ხო იცი? ყველაფერი ეგრე მიგდის სუბუქად. კი მიდის რა. თავის პონჩი რა. შვენიერი. იმიტომ რომ არ ეჭიდავები ზედმეც. არა, ვაფშე არაფერს არ გვეჭიდავები. შენიც ხდება ესე. ჩემი ძაღლი ბათუმში ცხოვრობს. ძალიან გავსწორდა და ბათუმი და დავტოვე იქ. ხო და იქ ვერ მიყავს ხო? აუ ვერა, ჩემს იმ სახში, ჩემ ოთახში მეძვლებს ვეტევი. ვაი. შენ ნიუ-იორკში ცხოვრობ. ის არ ცხოვრობ ეხა. მისამართები ვარანც იქაონ. მართლა ხო? არა ხო იმდენ ყოველ ჯერზე ვიცვლი 5-ვე ბოროუში მაქვს ნაცხოვრები, მაგრამ ეხა ის ხო თქვი ეხა რომ ჩავალ ეხაც მომიწევს ხო. Exactly. მაგრამ ეგ ასწორებს რაღაც პონჩი, просто გადაბარგება არ ასწორებს, თორე ახალი აი მე როგორ მეზიზღება მეც ახალი neighborhood-ები ასწორებს, იმენ ახალი crowd-ი ყავს რა. და მე რაღაც ახალი პარკი. ადვილად შედიხარ კონტაქტში ხო? მე ძალიან მე თან იქ ძალიან ანუ ამერიკელები ხო ეგეთები არიან რაღაც თუ მოწონთ ყველაფერზე მოდიან და გელაპარაკებიან რა და მე რო სხვათა შორის ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს არ უყვარს ამერიკა მაგის გამო რომ fake არიანო რა მე არ მგონია რომ fake არიან ეხლა ჩემთან რომ მოდის ვიღაცა მეუბნება ძალიან თესლი შარვალი კაცია That's fucking true. ანუ ეხლა ვიღაცას თუ fake-ება ის რომ იმას უთხრეს და მე ვიცი რომ კაიმაცია და ეგ მაგათ ეგ ხო დიავასება და ის სულ კომპლიმენტებს ეგ ზოგადად ხო მიმღებლობა არის რა რაღაც პერიოდი ხო გჭირდა შენც მე რაღაც კომპლიმენტს რომ მეუბნები სუდად ხდებოდი ანუ ისე მერიდებოდი ჩვენ ნაგავში ვართ გაზდილების გვეშინია რა ცოტა დოზით ეხლა გაგვიარა კიდე არა მაგრამ ეგ მაგას ხო ძალიან ბევრი ეძახის თვითონ იქაც ეძახიან ვიღაცები fakes მაგას რომ აი თქვათ მაღაზიაში რომ შედიხარ და I love your jacket ანუ ეგ მიზეზი არის რომ იწყებს ადამიანი მე კომუნიკაციას ზუსტად კი ხო შეიძლება საბაბი იყოს შემო კი ანუ ხო ეგ მაგის გამო გეუბნება რომ გავუსწორდი და მე უნდა რომ დაგელაპარაკოს და გაიგოს ვინ ხო არ გეტყვის ხო არა მართლა ყვილა ის ვიღაცთან ხო არ მოგწონს თუ არ გესიმპათიურება რომ რაღაც რა კარგი რენდომ ტიპს ხო არ ეტყვი ქუჩაში რა დგინდა თავის ტკივილი პროსტა ამიტომ ანკეს ხო და მე მაგიტომ მიყვარს რა იქ ყოფნა რა არ მგონია რომ ანუ ჩემ თავს ვერ მივცე იმის ხო ანუ იმის უფლებას ვერ მივცე ჩემ თავს რომ თქვა რომ ამერიკა მევასება იმიტომ რომ არ მევასება ამერიკის პოლიტიკა რა ესე ხშირ შემთხვევაში მაგრამ ეს ქალაქი რომ ნიუ-იორკი ძალიან მევასება ხო და მშვენიერი ადგილი სადაც გინდა და იქ მოხვდი ესე გამოდის კი, ანუ მართლა მე ცოტა რომანტიზირებულიც მქონდა ეგ ქალაქი რა, აი რაღაც ფილმებიდან. და ეგ დაგხვდა რაც გეგონა? იმაზე მეტი დამხვდა რაც კი. ისე ყველა, ანუ მე ხა თქვა ბევრი ევროპული ქალაქი მეგონა, აი პირიქით გადამეტებულა და არ დამხვდა ის და რაღაც ნიუ-იორკზე პირიქით იძახიან რომ აი რაც იმაზე მეტი. მაგრამ ვიღაც ხა ჩემი ნაცნობებს იმდენად არ გაუსწორდათ რომ ანუ აი სუ anxiety ქონდათ რა. თუ გააჩნია შიგნით რა დრაივით ხო, კი, ხო. მისდება ძალიან. კი. შენია. ესაც არის ყველას ბიჭო, ესეთი რომ გავიკეთო მინუსი. მაგრამ ესაც არის გიხსე. მინუსი ხო, მინუსი მაგ საჭესთან მიგეთია. ეგ კაია მინუსი რო გაქვს, იმიტომ რომ დაბერდები, მე გადაპლიუსდი. ეგ ხო იცი რომ ტყუილი. არ არის ეგ ტყუილი. არა, დედაჩემს ქონდა მინუსი და ეხა ამ ერთ თვალში ქონდა მინუსი და ეხა ამბობს რომ ამ თვალით რომ შეიძლება პლუსის დაემატო. ბევრ ექიმთან მაქვს ნალაპარაკები და მინუსი ხომ მქონდა, ხო მაქვს. ეხა გავხდი ასაკში შევედი და ნელა ესეც დამეწყო. ხო და მე მირჩევნია რომ პირიქით ახლა მე ჩემ პლუსი მოგცე და შენ მაითა. ხო და მომიხდება ძალიან ესეთი. არა, მინუსი ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ შორს ვერ ხარ. ესეთი საკითხავი. ვიცი, მაგრამ მე აი ტვინი წამეღო წარამარა სათვალის გაიგე. სამაგიეროდ იმის მინუსის სათვალები ისინი არსებობს ლინზები და პლუსზე ძალიან ძვირია. ეხლა არ მითხარი არისო. კი, მაგრამ ძალიან ძვირია. თავი გაქვს მაგ სათვალის ხო? ალა.
აუ მინა ბუზის პატარა ბუზი ის პაროსანას ბესტი გახსოვს ერთხელ ლონდონიდან რო ჩამოვიდი ესეთი დიდი სათვალეები ნახე რა ვიყიდე არჩე ეს tape machine ვიყიდე რა ძალიან მაგარია და ერთადერთი ფირმა არის საფრანგეთში ან შეიძლება კიდე ერთი სადღაც იყოს არ მახსოვს მაგრამ მაქსიმუმ ორი ფირმა რომელიც უშვებს tape-ებს ახალ tape-ებს ანუ აღარ გამოდის tape-ები რა და ვიყიდე ეს და ვაპირებ რომ მასტერები ამაში გავატარო რა კაია გუშინ გამოვიტანე და ჯერ ისე მაქვს ეხლა ახალ ალბომს უშვებ რამეს ისა სულ რაღაცებს წერ რა ეხლა დავიწყეთ მე აჩიკო სულაკველიძემ და ნიკალამ რაღაცა ჩავწერეთ ესეთი იდეა გვაქვს რომ მოდიან და აი თქვათ მე მაქვს ტრეკი ვასმეინებ აი არჩევენ ხო და ვწერთ ოკეი ანუ არ მიყავს იქამდე რომ აი ხო იცი გავაკეთოს და რაღაც აი რას გული რასაც მოიტანს და ჩავწერეთ ორი ტრეკი ეხლა კიდე ამჯერ ვოკალები რაღაცები არ გვაქვს მაგრამ აი ეგრე ვაპირებთ ჩაწერას რა ყველაფრის ერთხელ მოვისმინე მე მგონი ბოუი თუ ბოუის ერთ-ერთი პროდიუსერი ბაზრობდა რომ როგორ ამუშავებდა იცი ბოუი ინსტრუმენტალისტებს ბოუი ჯერ ინსტრუმენტალებს აკეთებდა სახში მღეროდა ხო და როგორ ამუშავებდა იცი აი თქვათ სეშენ გიტარისტი მოიყვანა რა ტრეკს მოასმენებდა და აი თითქმის გარჩეული რო ქონდა რომ აი პარტიასთან აი რაღაცა პარტია ხონა დაწეროს რა აი ახლოს რომ მივიდო და მაშინ აწერინებდნენ და არა იმიტომ რომ ნახე კარგად რო გაარჩევ და კარგად რო დაამუღაებ რომ აი ვახ ეს მაგარი ჰუკია ამ ჰუკს მე რაღაცნაირად აშალაშინებ და ძალიან ისეთი სტერილური ხდება ანუ რაღაც მუსიკას ეგენი უხდება ხო მაგრამ რაღაც ვარიანტებში აი ბოლომდე რო არ ხარ ჯერ მისული იდეამდე აი მაგას აფიქსირებ რა ხო და აი მაგას ვაკეთებ ახლა ოკეი როუდს პიანოს დაუკრა ნიკალამ ერთ სიმღერაში მეუკრავ ბაზზე ნიკალა ძალიან ნიჭიერია ძალიან მაგარი როუდზე რო დაჯდა მივხვდი რომ ტყუილა მიდევს აქ ანუ იმიტომ გააცოცხლა ინსტრუმენტი ძალიან მაგარია არა ეტყობა ეგ სუსთავიდან რო მოიხო და მე ეგრევე მივხვდი რა სუპერ ბიჭი არის ხო არა ძალიან ნიჭიერია და ნიკორა ძალიან გვინდა ნიკორა რა ვინ არის ნიკორა კომპანია ჩვენთან ხო არის ნიკორა ძეხვი უნდა რომ აჭამოს მარკეტების არა გვინდა სპონსორად გჭირდება ოკეი სკრო აპარებთ ხოლმე ეს სონის მიწერე რა დაგვასპონსოროს სპონსორ ჯერ მე დამასპონსორო რა დასპონსორებელი არის და აუ შენ გაუყლეფი ხარ გეცვალე ვაი მე რაც უნდა ისაკეთონ რა there laws you know what I'm saying წახვალ სხვა ლეიბლზე და მე ყოველ აღარ წავალ ლეიბლზე მუსიკას ვაკეთებ ისეთ ჩემით ვარელიზებ და რაც მინდა ვიღაცა წილში რომ მიჯდება და ისინი არ აკეთებენ ამ მუსიკას ყველაფერს მე ვაკეთებ კლიპს მე ვიღებ ანუ მთელი პროდაქშენის რაც გასაკეთებელი არის პირველი ყველაფერს მე ვაკეთებ რა ფულს ხო გაძლევენ მაგაში ხო არ მაძლევენ იმდენ ფულს რომ ყველაფერი მე ვაკეთო რა მეტი უნდა მომცენ ჩემი აზრით მეც ვიმსახურებ ანუ you deserve more no I deserve more I know იმიტომ რომ როგორი პონტი არის იცი მუსიკოსი ყველა იცის ახლა ეგ რა რომ ანუ შენი გასაკეთებელი არის ყველაფერი ვაფშე პატარას წაიძინებ და არავინ არ გეტყვის რომ ახლა გაიღვიძე რაღაც გასაკეთებელი მაგრამ ანუ შენი თავი შენი უნდა იყოს შენი მოტივატორი რა მთლიანად და ანუ social media-ზე ცალკე გიწევს ტვინის ბურღვა მუსიკა ხომ და დაამთავრო და გინდა რომ კონცენტრირდე ამ მუსიკისთვის ინსპირაცია გინდა რაღაც story გინდა ხო მე იმაზე ფიქრობ TikTok-ზე რა გააკეთო და არ მინდა დავიღალე რა იმიტომ რომ მუსიკას უყურებთ როგორც ბიზნესს მე არ უყურებ მის მუსიკას როგორც მე მუსიკას აბა მაშინ რაც მოვა მაშინ ეგ უნდა აკეთო და საერთოდ მაგაზე არ მაშინ მჭირდება რომ გავაკეთო მუსიკა რა როდესაც მაქვს უკვე საკმარისზე მეტი თემები რომ დავიწყო და გავაკეთო მაგრამ რო ჯდები და მუსიკას რო აკეთებ და მილიონი საფიქრალი რო გაქვს და ამის უკან ესე ტომარა რო გიდევს რაღაცეების ანუ მე თან ეს ჩემი ლეიბლი დამირეკავს და ეხა ჩვენ ვიცით რომ ეხა რომ დღეში 5 ჯერ უნდა დაპოსტო დღეში 5 ჯერ წამლის დალევა და მოვიწყება რაც გამოწერილი მაქვს სამჯერ დღეში რა 5 ჯერ უნდა დაპოსტო ჯერ ხომ და ის და რო პოსტავ ქართულად ხან ისო პოსტავ ხან ასე
ქართულად რა ისე მაგაზე ქონია ლაპარაკი რომ ქართულად იქნება ვიდეო ეხლა უკვე აღარ უყურებენ ეგენი ჩემ TikTok-ს იდეა თუ მაგრამ ქართულად რო ლაპარაკობ აი ყველაზე სულელეები მივარდება ხოლმე აი 200,000 9 მილიონზე ასულა რაღაცების აი პროსე რაღაცას რო უსაქმრობისგან რო რაღაცას ვიტყვი რა და რაღაცას დაგეგმავ და დაждები აი როგორი ვიდეოები გივარდება ეგ ინსტაზე ხდება TikTok-ზე. ისა TikTok-ზე ხო რა ინსტაზე. და TikTok-ზე მივარდება ხოლმე რაღაცა stories რომ მოვყვები ჩემზე რა. მოყევი რამე რა. იქნებ ჩვენს გაგვივარდა. აი ეხლა რა ბოლოს რა იყო რაღაცა მოიცა რა მოვყვები? ხო. ანუ ესე ხო. ანუ TikTok-ი უკვე მე-10 მაძლევს გაფრთხილებას რომ დაგბენავთო. ეს და ამბობს რომ შიშველი ვარ და არ ვარ შიშველი. ანუ მართლა აი რაღაცა მოკლეკაბის გამო გაგიჟებულები არიან და მართლა პორნოები მოხდება ხოლმე. აი რო სკროლ აი წვილების იოგა და ანუ რაც მინდა წვილების იოგის ყურება TikTok-ზე. აი რაღაცა გადასკვანჯულები რო არიან და რაღაც ტყავისფერი ისინი რო აცვიათ და ანუ ეს არის ბლოკება და მე რო ცოტა მოკლე რაღაც მოწვია იგი ბლოკება და მაშინ თუ თავისუფლება არის ყველასთვის თავისუფლება იყოს და მე რო გბენავს მე ძალიან დიდი ხანი ვეღარ ბრუნდები მანდ რა. ჯერ ჩადობენ ხარ ვერავინ ვერ გპოულობს screens რო ჩაწერ აღარ აგდებს არავისთან. და Instagram-ზე რამდენჯერ ვიყავი shadow band-იცი მაგის გამო? ხან ძუძუს თავი გიჩანს რომ რაღაცა საიდან მოიტანეს პროსტა აი გიჩანდა ძუძუს თავი. ნუ აი რაღაც წამის მეასეთში. არა აი ვერც დაინახავდი თუ აი ესე არ და რაღაც სპიდი უნდა შეგემცირებინა და ესე უნდა გეყურებინა აი რაღაც. მეც მიბლოკავს. ძუძუს თავებს ტრაქს და რაღაცა. ამის პორნო სურათები და ვიდეოები ნანახი. შენ ისეთი ფოტოები მაგ ნანახი მე რომ ხო და არა ეგეთი შემოსაშვები არის ეს ინტერნეტში. ხოები უარესდებენ და აუტარებს და მე არ მიტარებს. ბიჭოს მაგისთვის არის სხვა საიტები. მე მგონია რომ გადაკიდებულები არიან კონკრეტულ ადამიანებზე. მე დარწმუნებული ვარ რომ გადაკიდებულები არიან ჩემზე რა. მოიცა რის გამო დამბლოკეს ერთხელ? რაღაცა სისუელის გამო მართლა რა. კაროჩე უსამართლობა არის რა. და იმაზე Netflix-ზე რომ მოხდი ეგ ლეგენდა? არა რატო ხო ნარ გაქნა ნახე ეგ სერიალი? არ მოხსნა ნახე. მარც ვერ გქნა ნახე, მაგრამ მომიწია ნახე. და რა ქნა მაგან? არაფერი, მაგის ხოთშორის კარგად იმოშ. ვიცი რა არის ეგ რა პერიოდია? მაგ ისტორიაში ყველაზე სასაცილო რა არის ხა? ეგ ისტორია მე ძალიან მიყვარს რა. ეგ ისტორია არის ჩემთვის იდეალური story, რომ სამყაროს რაღაცა რომ უნდა აუცილებლად ხდება ის რა. ხო და მოკლედ ეს ტრეკი რო დავდროპე მე sleep on me რა. ეგ ხო idiomatic sleep on me არის. ხო არ გულისხმობ ვიღაცა დამაწვეს და დაიძინოს ჩემზე და რა თქმა უნდა ყველა ისე გაიგო როგორც უნდა და ყველა ისე გაიგებს რაც როგორც უნდა რომ გაიგოს და ეგ ჩემი პრობლემა არ არის რა. ხო და ამ sleep on me ნიშნავდა like sleep on it რა. ხო ზუსტად. ხო ზუსტად. იფიქრე ჩემზე დაახლოებით. ხო და ეს არა ქვია. ნუ გაიგეს. მაგრამ მე ძალიან ბევრი მაქვს ეგეთი ტექსტები რომ თქვა რაღაც მაგალითად ეხა ტრეკს დროპავ და go down ქვია და არის მზის ჩასვლაზე ოღონდ. და არა მართლა მზედ არის იქ ანუ თელ მითოლოგიური ის არის რა. იკარუსი და რაღაც და დედალუსი და მე ვუმღერი მზეს რომ ჩავიდეს რომ არ დადნეს ამის ფრთები. Go down და მზეს ვუმღერი და ეხლა რა თქმა უნდა რომ კითხულობ go down. ანუ ეგ რაღაც პონჩი მე ვიცი რომ ეგეთი ის აქვს რა. ეგრე რომ ხედავს ხალხი და I don't mind it. ხო იცი ანუ მე გიწევს მაგის გაშიფრო. ნუ არაფერი არ მიწევს გაშიფრო, რატო მარა ორმაგი აზრით ვაკეთებ ამას. პროსტა რომ კითხულობ ის გონია. თორე არ გულისხმობ. თელი მისამღერი go down ზომღერი სხვა დავარქვე ტრეკს იკარუსი და დედაულს. აუხსენი ბახალას რას ნიშნავს go down არის. ბახალამ ძალიან კარგად იცის go down რას ნიშნავს. ხო და თუ არის ის დაგუგლო და ChatGPT არსებობს. Okay, let me finish the story, okay? ხო და თქვენმა მაყურებელმა ისეთი მაყურებელი გქონდათ. მოგეჯუახით რა. არ მოგეჯუახ, პროსტა ვთქვი. ხო და ესე იგი ეს სად ვიყავი ახლა დამაბნიეთ go down ეგ თქვი და sleep on me ზოლაპარაკო ხო და მოკლედ ამერიკაში რაღაც strip club-ების ეს არის ქსელი არის რა და ძალიან უნდა ამ ტრეკის რო ყველგან ყოფილიყო და ჩემმა მალეებმა არაო არ გვინდაო strip club-ებთან ასოცირებაო რო შენიო და მე არ მქონდა პრობლემა საერთოდ რა აი ვაფშე არ არის პრობლემა პირიქით და ნუ კაი არ გინდათ ახლა მეზარებოდა ახლა მაგის თან ძალიან გრძელი პროცესია ეს რა რო გეუნებიან არას და შენ ამბობ კი ეგ ჭიდაობა ხო ხო და მეთქი კაი არ გინდათ ნუ გინდათ ნუ your loss და თან არც ალკოჰოლთან არ უნდათ და რაბა რაღა დარჩა
Long story short, ეს რამდენიმე თვის მერე Netflix-ი გამოსულა. Netflix ეგრევე არც განვიხილავთ ამათ რა ხდება. აიღეთ, წაიღეთო რა. ხო და მე რამ ერთი 8 თვის მერე ხო დაიდო ეხა ეს სერია ეს Netflix-ის Lucifer-ის. და ვუყურებ და ეს ჩემი ტრეკი Strip Club-ში უკრავს 40 წამი. და მეთქი ანუ აი ეგრე ხდება რა თუ უნდა მოხვდეს შენი ტრეკი Strip Club-ში. და კაია სერიალი სულ სამყარო გადა პირველი სეზონი ოკეი იყო და მე რავი რა. მე მეექვსე სეზონის რაღაც სერიაში არის. და იქ მე ვუყურე ხა იმ სერიას რა. ხო. კაი და კორტნილოვი. კორტნილოვი რა პროსტა გადააშარა ტრეკი. მე მივწერე მადლობა არც უნახავს. მაგრამ საიდან გადააშარა ეს შეხვდა გაუსწორდა. საიდან გადააბრიდა მაგაზე იძახი. ხო, exactly ხო. ამბობენ. თავი გააცალა. საიდან გადააზიარა და ჩემი მენეჯერი და იმის მეგობრები იცნობენ კორტნის და მოასმენინეს ჩემი მუსიკა. და რო გაიგო ჩემი დაწერილი იყო, ძალიან გაუსწორდა და რაღაც გადააშარა, რომ ძალიან მიყვარსო ქალებიო რო. ვაუ. ეგრევე თავისით რაღაცა. კი, კაცები არ უყვარს აშკარად. კაცები არ უყვარს ხო. Pretty much understandable, not gonna lie. რასაყვარელი ეს ჩემი ერთ-ერთი კუმირია ბავშვობის. ვინა? კორტნილოვი. ხო და მე ხოდა შორის ეხა ის ტიპი ვინც მოასმენინა მიყვებოდა და აი ძალიან ჭკვიანი არის თან რა, ძალიან ჭკვიანი არის. კორტნილოვი? ხო. ანუ ესენც ისე არიან რომ აი ყველაზე ჭკვიანი ქალი ვინც ოდესმე გვინახავს თუ რაღაც და მართლა ძალიან ისეთი მოსაუბრე არის რა და ძალიან ნაკითხი არის და რაღაც რა. She's very interesting. Very ტყვე. ინტერვიუებიდან ხო და მე არ ვიცი ხშება ინტერვიუში სპეციალურად აკეთებს ამას რომ მე ჩვენ ესე ვიჩდეთ და განვიხილოთ. ვითომ იდიოტია. She's a punk. Paris Hilton-იც ხო ეგრე არის, ვითომ რაღაც არის და საქმეზე რომ მიდის like she's a fucking badass bitch. კი. მე არ ჩავძიებია. იცი რა დარწმუნებული რო ყველა. მაგრამ არა, კორტნის და Paris Hilton-ს კი არ ვადარებ ხა, მაგრამ ვიძახი რომ არა, ბიჭო, Paris Hilton-ი წარმოიდგინე რა, ხა შეიძლება ჩვენამდე რაც მოდის, ხო, მაგრამ წარმოიდგინე სულ საინტერესო ხალხთან გინდა არ გინდა აქ ურთიერთობა. ყველას, ანუ ცნობილ ხალხს რა. რასაც ვერ იტყვი Sasha Grey-ზე, მაგრამ ამბობენ რომ ინტელექტუალია ვაშიჩ. რატო? Sasha Grey-ს. ხო და ნუ გინდა არ გინდა რაღაცა სულ საინტერესო კომუნიკაციაში არიან რა. არა, კი, უეჭველი. ხო და ვერ იქნები რა ეგრე რა. უტვინოთ? მაგრამ ჯერ ერთი მუსიკაც ძალიან კაი აქვს, მე ძალიან მევასება კორტნის მუსიკა. პირველი ალბომი და მეორე თუ რაღაცა. მე მიყვარს რომ ეგეთი badass არის რა. კი მეც ხო ნუ ეგ არის, ანუ მაგის გარშე ხო არ იქნებოდა, დაიკარგებოდა, ჩაიკარგებოდა და რა ვიმე და მაგანას და იოკომას დაიჭირა შიგნაკრავების ხარზე თავი რეალურად რა. ხო ნუ. არა. მე ეგრევე იოკო რო კივი. იოკო კიდე სხვა ფენომენი არის. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი მაგ შიგნაკრავების გარშე ხო არც ერთი არ იქნებოდა ესე რა და ჰაიპში. ხო. მაგი ხო, ნუ აი რაღაც ეგეც ხო რაღაც ის არის რა. ზოგი ეგეთი არის პროსტა რა. იოკო მალე მოკვდება. რა. რა ცუდად არის შვილმად მითხრა. კი, ხო. პინტათ არის. ჯაჭერს. რავი 120 წლის არის. რამდენი წლის არის ეს ამას? ეგ ლენონზე იყო 10 წლით დიდი. უი, რამხელა იქნება 90? ბიჭო, არ ვიცი. ალბათ 90-ს გადაცილებული იქნება. მართლა შეჭ. კი. მე 90 ძალიან ბევრი. ო, მაგრამ ნუ დიდი. რა, აჰა, მოდი დაუგუგლო. ჭეჭებედი კითხე. ჭეჭებედი. ჭეჭებედი ამბობდნენ რაღაცებს ძალიან მატყუებს ისე. კი, ეშლება ნუ. იზდება. პატარა აჭე. მაგრამ რაღაც პრემიუმ ChatGPT-ები 92 წლის არის. იოკო. 12. რამდენი? 92. ვაუ, ანუ მაგრამ დაუჭერია შეშო. მეც მინდა 80. მეტი არ მინდა. აი ვიღაცები რო გათრევენ არა შემო. 80-მდე გინდა, მეტი არ გინდა? არა, ნუ გააჩნია ფიზიკურად როგორ იქნება. მე არ ვიცი რა მინდა. რა ვიღაცები ხო ამბობენ რომ აი 60 წლამდე მინდა ვიცხოვრო. ხო, მაგრამ მე ხა მე ვიძახდი მაგას. 60 წლამდე მე ვარ თითქმის 60-ის უკვე გავს. მაგას ვიძახდი მე 45. ჩემ ხელა ესეც. არ ხარ ხა 60. მე ვიძახდი მაგას რომ 60-ის მეფი გამაჩერეთ. უფრო ახლოს ვარ 60-თან ვიდრე ალბათ შენ ასაკთან. არა, თანაბარ. რამდენი წლის ხარ? 30-ის გავხდი. იგი ზუსტად იგივე. ზუსტად შუაში ვარ. ზუსტად. შენც ორი მაგდანში. გაიცია დაბადების დღეოდის გაკ. შენ რა ხარ ზოდიაქოთი? კირჩხიბი. გველი. კირჩხიბი ხარ ხო? კირჩხიბია. ოკეი.
კაი ზოდიაკოებზე არ გავაგრძელებთ, თორე it's gonna be a disaster. ხურდები ეგეთ რას მე ვაჟე. აბა რა. საერთოდ ვერ. აბა რა ადამიანთან ურთიერთობას არ ვიწყებ ზოდიაკოთი თუ არ მიხდება. ხოდა ისე რა უცნაურია. ესა ჩაგეფუშა ხა? Don't even look at me, boy. ხოდა მე იცი რა მჭირს? არა, კი. არა, ვღადავ, მაგრამ ისე რა არის, ისე ცოტა მართლა ეგ ეხა ხო რაღაც დაჰაიპდა ეს ბოლო 3-4 წელი ეს ზოდიაკოები ის არა, ყველა მეკითხება რა ხარ ზოდიაკოთი. მე არა ეგეთი რამე არ მახსოვს, რომ ვინმე ესე მოსულიყო რანდომლი და აუ ეხა შენ რა ხარ ზოდიაკოთი? ვინ ხარ ისე? მე ვერცი, მაგრამ 1-4 წელი მეგონა რომ თევზები ვიყავი. ესეთი რაღაც მოხდა. ზოდიაკოთი გეგონა რო იყავი? ხო, ნახე რა ხდება, რაღაცა ლაივი მაგ და სტეიჯიდან ჩამოვედი და ვიღაც ხალი მოვიდა რა. და მეკითხება შენ რა ხარ ზოდიაკოთი? ძალიან ხმაური იყო და არ ვიცოდი რა ვიყავი ზოდიაკოთი. დიდი ხნის წინ მოხდა ეს ამბავი. ნუ მაშინ არ ვიცოდი რა ვიყავი ზოდიაკოთი. და არ ვიცი თქო 11 აპრილს მაგ თქვა დაბადების დღე თქვა. ეთყობა 11 მარტი გაიგო რა ამ ხალმა და მითხრა თევზები ხარო რა. და მე არ ვიცი თევზები ნუ რას ნიშნავს თევზები ხარ და სახში რომ მივედი დავგუგლე ეს თევზები რას ნიშნავდა და წავიკითხე და ყველაფერი როგორ დაემთხვა იცი? ოღონდ არის ახში ხედე. ანუ ჩემი არა რა თქმა უნდა თევზები პირდაპირ დავგუგლე და ნუ რაღაც არ ვიცი არც ახლოს არიან? კი მარტი და მარტის შუა არის თევზები ოღონდ აპრილში არაფერ შუაში არ არის თევზები მაგრამ რაღაც ესე მივენდი ამ ქალს რა ხო და თან ოღონდ ქართულად ცალკე დავგუგლე ინგლისურად ცალკე ყველა ენაზე წავიკითხე და ანუ ზუსტად დაემთხვა აი როგორ დაემთხვა ის რომ აი არტისტულები არიან და მელანქოლიურები არიან ნახე ხა ერთამი და მელანქოლიურები არიანო და ექსპრესია თავისი ემოციების ძალიან ხშირად მუსიკოსები ხო და თან მე წავედი და ჯეიდილა და ჩემი ყველაზე ტოპ აიკონები ყველა თევზები არიან და მეთქი ყველაზე მაგარი ზოდიაკო თევზებია თორე ეხაც ეგრემ ჯერა თევზები ყველაზე მაგარი და მე გადის რამდენიმე წელი აუ ამდენი ხანი ატარე? 3 წელი სადღაც, აი კაი ხანი რა. მე აღარ დავინტერესებო. ოღონდ თან რაღაც აი ჟურნალს რა ვიღებდი, იქ თევზებზე წავიკითხავდი, ხომ მე კვირაზრები არ უნდა გავაკეთო. და გადის რამდენიმე წელი, ისო მეკითხება ვიღაც რა. შენ რა ხარ? იქამდეც უკითხავთ, მაგრამ მithქვამს თევზები ვარ, არავის კითხვა არ გასჩენია როგორი თევზები ვარ და ეს ვიღაცამ მკითხა რა ხარო ზოდიაკოთი და მეთქი თევზები თქვა და მეკითხება შენ მარტის თებერვლის თევზები ხარ თუ მარტის და მეთქი რა თებერვლის მე აპრილის ვარ თქვა და ანუ ისე რაღაც უცნაურად შემომხედა და აპრილის თევზები არ არსებობს და მეთქი რა არ არსებობს ხო მთელი ცხოვრება თევზები ვარ თქვა და აი ძალიან ისე რომ ელაპარაკები ამას ცოტა რომ ისე გონია რომ ძალიან ის ბევრი იცი რა და ამან ეს მეუბნება რომ არა როდის გაქვთ დაბადების დღე 11 აპრილს 11 აპრილს შუა გაგანიაო ვერძი ხარო და ოღონდ meanwhile ამ ისტორიის პარალელურად ხდება რა რომ მეც ვაკვირდები უკვე სხვები რა არის ზოდიაკოთი რა არიან და ყველაზე მეტად მაღიზიანებენ ვერძები რა ანუ რაღაცა რომ შემეკითხებოდი მე ხარ მე არ ვიცი ღორი ხარ როდის გაქვთ დაბადების დღე იანვარში შეთქიც ხარ. ხო და მე რომ დავაკვირდებოდი ვიღაცას და აი ცოტა გამახიზიანებელი ტაიპი რო იყო, რომ შევეკითხებოდი რა ხარ, თქვა ზოდიაკოთი ან რაღაც ვერცები ან ვამოხმავდი რომ აი ყველაზე annoying იყვნენ რა. კაი და. და აღმოჩნდი ეს რა თვისებები აქვს? არ ვიცი, მე რა ვიცი, ჩემი ვერ ვიცი. შეიყვარე? არა, ვერცები დღემდე არ მევასება და მე არ ვარ ვერცი ვაფშე. I don't identify myself as an Aries. აუ. არა, მე კომფორტულად ვარ რაც ვარ იმასთან. გაიხარე. მაგრამ ბიჭო მეც ხო აი რაღაცა დაკიდებული მაქვს ესე თითქოს არ უჯერებ, მაგრამ თან რაღაცები დამჯდარა ხშირად. მაგალითად ურთიერთობა მორიელებთან რო რთულია. პირიქით რთულია. ჩემთვინაც ზოგადად, ნუ დაუმდინარე კონოტაციიდან რთული ხასიათია. შემოვა ესე. მე სხვა შორის მიყვარს ეს ხვები ძალიან. ერთინას კი უღმაგაცია რო იცოდე. სპეციალურად. მე ესე ვიარე ისე რომ თელი 6 წელი ესე დავდიოდი შეჭ. იქ ესე და აღმოჩნდა რომ ძალიან რა თქმა უნდა ველოსიპედს ატარებდი ციხეში შეჭ. პილოტ ვიყავი რა. ვაიმე. და ძალიან კაი მოდა იყო მართლა იმინე გადავდე თელი 300. ფეხსაცმელზე ზევიდან არ გიცია. მე ვიცმე ხოლმე ეგრე. ფეხსაცმელზე ნასკს. არა, სხვა ესე რა. ხო გონია რომ რობოკოპის მძიმე ფეხია. ფეხით ხო არ ჩანს კადრში, ძალიან სიმახინჯე იქნება. არა, პირიქით ფეხმოტეხილი თითები. Okay. Whatever. At this point უკვე სადნაყარი ვლაპარაკობს და უკვე. აუ, იცი რა მსუბუქია შეჭე. არა, ეგეთი მსუბუქი მოტეხილი რო გაქვს ფეხი და იმას რო აწובה იმის. ხო გავიგე, მაგრამ მეგონა რაღაც რკინის ის. ნათიაზე ამბობს თუ ფეხზე. ორივე. ერთად. რა? ხო და ის არის რა ქვია, ვივლიდი მაგით.
მართლა მოგცემ რომ რაღაცები ხო არის სადღაც შემხვდა რაღაც TikTok-ზე რაღაც ვიდეოში წყალზე დგები ისეთი ორცალი გაჩვენე არის შეებს ლაპარაკ რა წყალზე დგები აი კიდე შეჭ Jesus boots Christ რაღაც ახალია ეხა შემხვდა არის ვიცი მეც შეიძლება აუ მე უკვე ცოტა დავიღალე რომ ვეღარ ვარჩევ რაღაცებს AI-ისგან იმ დღეს ჩემ მეგობარი მიგზავნის ჩემპიონატი ტარდებაო ყოველ წელს wheelchair-ში ვინც ისო იმით მასო დახტია და იმენა AI crowd-ით მე ხო მაგრამ მაგას ეტყობა ეხლა სისულე მაგრამ მე ეხა კატაში არა მაგის ორი ვიდეო დევს და მეორეს არ ეტყობა მეტალისტიკატა არა მეტალისტიკატაც AI-ია კი ალბათ რა ვიცი აბა ესე რომ ვიღაცა metal head-ი მღერის AI-ზე ზოგადად ძალიან მაინტერესებს თქვენს მე სუპერ რაღაცა არა პრობლემა არ მაქვს მხოლოდ კარგი მე ანუ რა რო ვფიქრობდე რა ანუ ტექნოლოგია რომელიც ვიღაცები არიან ძალიან დაპანიკებულები რომ რაღაც პროფესიები ძალიან და ყოველთვის ეგრე იყო შუქი რო გამოიგონეს ელექტროენერგია რო გამოიგონეს პროფესიები გაქრა მანქანა რო გამოიგონეს პროფესიები გაქრა და ყოველთვის ესე იქნება რა გავაჩეროთ პროგრესი მაგიდო არა მე ვაფშე არა მე ნუ მეჩხუბები რა არა, ნუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თქვა გრაფიკას ვინც აკეთებს რაღაცა კონკრეტული ისეთი რა, ეხლა დღეს რო ფასეული საქმიანობებია, შეიძლება გაქრეს, მაგრამ ის გრაფიკოსიც, AI-ს გრაფიკოსის ვიღაცა კაპიტანი გრაფიკოსის გარეშე ვერ გააკეთებს იმას, ვიღაცა უნდა შეუკვეთოს და მიუთითოს და ის პროსტა 10 რო იყოს საჭირო, ხა ერთი იქნება. ნუ ეხლა იგივე ეხლა რეკლამისთვის ვაკეთებ ხოლმე შეკვეთებს და ზუსტად ვიცი რომ რამოდენიმე წელიწადში გაქრება ეგ. მე მაგალითად გრაფიკულ დიზაინერს თითქმის აღარ ვიყენებ რა. ჯერ Procreate მაგ და ძალიან ლოგიკური პროგრამა არის, აი, ფუნქციაზე ხატვა თუ იცი, დახატავ იქაც. და უკვე დანარჩენს AI-ს ვეუბნები რა, რაღაც ფაქტურები თუ მინდა ან რაღაც. არა, AI-ს არ ხმარობ ხატვაში. აი, შეიძლება ხმარობ ყველაფერში ვაფშე. ხატვაში არ, იცი რა, შეიძლება აი კომპოზიცია ან რაღაცა იდეის პონჩი გავაკეთებინო, რომ აი რო ვიცოდე როგორ გამოიყურება და მე Procreate-ში ვხატავ რა. აი, მაგ პონჩი რა, Sketch-ის ამბავში. ხო არა მე ვუგდებ ხოლმე ChatGPT-ს ჩემ უკვე გაკეთებულ რაღაცას მე ვუგდებ თქვათ ფაქტურა თუ მომწონს რომელიმე ნამუშევრის და ვეუბნები რომ უბრალოდ ამას გადაადოს ეს ფაქტურა it makes sense ხო ერთხელ და ძალიან კაი გამოდის და ნუ მე ძალიან კარგად მე ყველაფერში ვიყენებ თერაპევტი არის ჩემი ChatGPT თან კი მე პირველ რიგში მანდ აუ თქვენ რა უნდა ქნათ იცი არა ყავა უნდა დაგასპონსოროთ ეს ძალიან ცუდი ყავა ყავის სპონსორი გვინდა. არა, ეს არის კატასტროფა, ეს რა დამისხი არა. არ ვიცი რა, საიდან დაუჭებული იყო და გავაკეთეთ შო რაღაცა ჯაკობსი. ვიტანჯების ათნა. გაფუჭებული რა ის გამოერთებული იყო. ბიჭო, არა, რაღაცა კარგად წყალი ჩავას ყველაფერი ჰაიმებლებლა და არ რაღაცაზე ერორს იძლეოდა იდებში რა. რაღაცა და მე გამიკეთა ალბათ ისა Nescafe. ჩაოლებრივი ხსნადი ყავა გავიკეთა. всё ყავის აპარატი მოგვიტანოს ყავის იმან კომპანიამ რომელი ყავის კომპანიები ხო არის ქართული ყავის მე ამა всё მე ამას ეხა უნდა გადავეკიდოთ მე ამას დათაგეთ ეს იმენა მარტო ყავის აპარატით არ გამოვა მე ამა თავის პროდუქციით და ანუ გადახდით ხო რატო არის ესეთი ფერი და არანაცრისფერი ახალია არა ხო რატო დააპდეითეს ვითომ რა საჭირო იყო უფრო ხარისხიანი ის არის რა ქვია საუნდი ოდნავ უკეთესი ენჯინი აქვს რაღაცა ენჯინები აქვს დამატებული სინთები ახლები რკინის ის არის რა ქვია ეგ კაია მომწონს რკინა აბა მაჩვენე ძიმეა უფრო ნუ რაღაცა iPhone-ს რატო აპდეითებენ ფასი იგივე დატოვეს არა ეს ძვირი ღირს ძალიან მე მგონი ავასო 2 ღირს რაღაც 2000 მე ძალიან იაფად ვიყიდე ანუ მე გაყიდინე ეგ შენ არიცი ისე ანუ მე უთხარი თორნიკეს და მართლა მაგრამ ხო იცი რაღაც კაპუჭო და ეხა და მისატანი არის შენ ზვირად იყიდე არა იაფად რაღაც $600 თუ რაღაც ღირდა მაგრამ ის ძველი იყო ის 1000 ღირს ხო ის ხო ის აღარ გამოდის ხო და ძალიან ბევრი იყენებს ლაივში ამებს. ძალიან მაგარი რაღაცა ლაივში კი არა. 2-3 მინახავს ხოლმე ესე დადგმული რო. მე პროსტა რა არის, იცი? კარგად უნდა ჩაუჯდე რა. აი ეს რო ფუჭდებოდა და ცოტა ნერვები მეშლებოდა, მე ითიშებოდა და რაღაც კარგად ვერ დავამოღა. სასწაული, ეს არის აი რო მითხრა რომ აი ყველაფერს ჩამოგაშორებო და რას დაიტოვებ? კომპიუტერის გარდა აი ინსტრუმენტად ამას დავიტოვებდი რა. ნათრევი აყიდინე შეჩემ რო გავუფრთხო. რაღაცა ვნახე მაიმარკეზე თუ რაღაცაზე და ხო არა ძალიან კაი რაღაცა არის სუპერ მე თვითონ ისიც მომწონს ანუ ფაქტობრივად DAW არის რა ხო ანუ შეიძლება ალბომი ჩაწერო 4 ტრეკიანი არის ესეც
ამასთან ახალი რაღაცეები აქვს რა, რაღაცა ტეიპი, ეჭითება ყო ტეიპს თავისი, ბევრნაირი ტეიპები გაქვს, სხვადასხვა ხარისხის. ეკრანი ჯობია ახლა ამისათვის. და სხვადასხვა სინთები აქვს ახალი. ძალიან კაი არის. მე რას ვერ ხვდები იცი, ესეთი კაი ხარისხი როგორ არის, ესე აი რაღაცა პლასმასის შთაბეჭდილებას მიტოვებ და სულ ძალიან კაი იმიტომ რომ სათამაშოს გავს, მაგრამ რეალურად არის გაკეთებული. პირველი OP1-ი გააკეთეს salvaged თვითფრინავის ნაწილებისგან იყო გაკეთებული, აი ნობები და რაღაცეები და თვითფრინავში ხო ძალიან high grade რაღაცეებია, ყველაზე ხარისხიანი. ძალიან ისეთი თან. OP1 კინობია. OP1 კინო. აი ყველა მაგას ამბობს. OP1 კინო. ასწორებს ისე, მაგრამ რაღაც ეხა არაფერი gear არ მაქვს იქ და მარტო პლაგინებს ვიყენებ. ერთი რამ მაგიცი, Electron Cycles თუ იცი, drum machine-ად, აუ ძალიან მომწონს. თან FM სინთეზატორი არის რა, ან ძალიან კაია მოკლედ რა. მაგრამ FM-ი მიყვარს ძალიან. მეც, მაგრამ როგორი ინსტრუმენტი არის, იცი რომ ერთი თვე თუ არ მივაქციე ყურადღება, მე თავიდან ვგუგლავ რა არაშვება. ანუ აი სამი ნობი ერთად რომ უნდა გამოიყენო იმისთვის რომ რაღაც გახსნა და არ არის ლოგიკური ხო რაღაც სამ ღილაკს ერთად აჭერ უნდა დაიმახსოვრო რა და ცოტა ხანი რო არ ვიყენებ ხოლმე მე აი მეზარება ის თავიდან ყოველჯერ და თავიდან სწავლა გიწევს რა. აი ეგ მეზარება ხოლმე რა. ფან-კლუბიც მაინტერესებს ამ რეალობაში აქაურ. რა და ჰეითერებიც ჩვენ რეალობაში ხო ყავს დიდი ფან-კლუბი. ხო ნუ დიდი რა არა მე ვისთანაც მილაპარაკია ყველას ანუ რაღაცა ბევრს მოწონს შენი აქაურ მუსიკა რაც არის მიხარია ძალიან ხოდა შეიძლება რამდენიმე ტრეკი გავაკეთე ქართული და ძალიან მინდა რომ დავდროპო მალე ძალიან მინდა ხედავში რა წყო რა არის აბა არ ვიცი მაგრამ ძალიან მეცნო რა არის იცი Sexy Boy by Air Air, აუ სხვა შეს გუშინ უსმენდით Air-ს რა უცნაური არის ეგეთი დამთხევა. აი. ხო და ისე რა გაქვს მუსიკალური ბექგრაუნდი? აი ესეთ დასაწყისის, კლასიკური. შენ განათლებით ხარ? მე დავდიოდი კლასიკურ სკოლაში და მე ბერლინში ვსწავლობდი productions. აქ 7 წელიწადში? ხო. და ბერლინში ვსწავლობდი productions. აქია რომ წახვედი, მაგას სწავლობდი, ხო? აი გამოვიწვა. მაგრამ why მაგ სწავლას? რა და? არა. არის ბავშვი აი მოგონილი რაღაცა ფულის გადახდა. ანუ არ მოუცი არაფერი? და აქ რო დარჩენილიყავი და აქ CS-ში გესწავლა თქვა? CS-შიც ვისწავლე sound engineer. გვაჯის მაქიდან ვიცნო. გვაჯის სკოლა ხა? გვაჯის მასწავლებელი ვიყავი, კი არა მასწავლებელი ვიყავი. ხო, გვაჯისთან ვსწავლობდი და მე ძალიან მევასებოდა CS-ის ხოთა შორის. ანუ ამ ბაზით წახვედი უკვე. ხო, მაგ ბაზით წავედი. და იქაური უკვე არაფრის მომცემი. ძალიან ცეცილოა, მაგრამ production-ი ვისწავლე sound engineer-ის სწავლით, იმიტომ რომ რაღაცა გვაჯი მოგცა რაღაც დავალება რა. და აიღეთო რაღაცაო და დამიქსეთო რა. და მე არ მინდოდა იმ რაღაცის დამიქსვა, რაც მომწონა, მეთქი მე ჩემ ტრეკს გავაკეთებ და ბარემ ჩემ ტრეკს დავმიქსავ თქო. და მე გაასწორა ამაზე, Ableton-ი გადმოწერა და ისე გაასწორა Ableton-ი, იმენი მარტივი არის. ანუ იმათთან იკასთან და ტუშასთან აღარ გაგიგე ეგ ძამოვიდო. და ანუ მართლა 3 დღეში დავწერე ტრეკი და ანუ ძალიან ინტუიტიური პროგრამა არის. გააჩერე ეს რაღაც. და იქ რა ხდებოდა? იქ რა პროგრამა ქონა აღებული? იქ production-ის. მაგრამ მე რახან უკვე ცოტა ნასწავლი მქონდა production-ი ჩემპიონში, მინდოდა რომ მეთქი რაღაც უფრო პროფესიონალურად მასწავლიან თქო, მაგრამ იმათაც ისე ქონდა ნასწავლი როგორც მე და. და ანუ აღარაფერი მოუწია, იმიტომ რომ ანუ აი ხო, აი არ მისწორდებოდა იქ რაღაც ისეთი დილეტანტური ცოდნა არ მინდოდა, მე მინდოდა აი ზუსტად აკადემიური ცოდნი, იმიტომ რომ მე უკვე დილეტანტი ვიყავი. ანუ სხვა კურსი უნდა აგიღო შეიძლება? აუ არა უნდა წამოსულიყავი. ანუ აღარ გინდოდა იმიტომ რომ ხო აი ეს რაღაც ხო და ბავშვი რომ მე ძალიან ბევრი მწორს ხოლმე ეგრე რომ აი სად ვისწავლო მუსიკა და რაღაც და ანუ აი მე არსად არა მუსიკა ისწავლო რა გეწერინება დაწერე ხო აი უეჭველი დაწერე და ანუ აი დაჟე რომ ვსწავლობდი ხოლმე თუნდაც CS-ში რა და თუნდაც სხვაგანაც ვსწავლობდი და რომ მეუნებოდნენ რომ აი ახლა რომ მოვრჩები დავიწყებ მუსიკის კეთებას აი არავინ არ დაიწყო საერთოდ იმიტომ რომ შენ მუსიკას იმიტო წერე რომ გისწორდება მუსიკის წერა და ეგ პროცესი გისწორდება და სულ ჯოხები გქონდეს მაგისგანაც რაღაც პატარა საუნდს გამოიყვან რა და აი ხა სანამ მთლიანად ის ვერაზოს ვერ ისწავლე მთლიანად პროდაქშენ ვერაფერს ვერაზოს თუ მთლიანად ვერ ისწავლე ვაფშე რა ხო მაგრამ ნუ იქ ტექნიკური
სკილებს იღებ რაღაცას ხო რა. არა ტექნიკური რაღაცა შეიძლება ისწავლო, არ ვიცი რა. არა, ასწავლებს ახლა თუ არის equalizer-ი და კომპრესორი როგორ მუშაობს, პროსტა თუ ატრიალე ეს ნუბები და ესე უსმინე, შეიძლება გააფუჭო რაღაც და პროსტა თეორია რო ოდნა ვიცოდე რაღაც basic რაღაცეების, მაგ კაი არის რომ ისწავლო რა და ისე მაინც მგონია რომ შენი ეს რა ბუყვა რა დგას იქ რა. ვინ? ბუყურა. ფენიქსი. ეგ არის ლადო ბურდულის ჩიტი. ანუ ლადოს ფესტივალი იყო და იქ ჩილტო იყო კინოც. ლადოს ოსკარი. ლამაზი ჩიტუკა არის. კი, ლამაზი ჩიტია. საკმაოდ მძიმე. და რაში მოგცეს? ძიმეწონის ჩიტია. აი, ყველაზე არარეალურ რაღაცაში. რიფერ ბენდი არსებობდა ეგეთი 3 თვე ალბათ. რიფერი რო იყო კლუბი, მან გავაკეთე. შენი არისო, ვაფშე. და მე ვაჟიკო, გიორგი, მარები და სანდრო სულაქველიძე ვიყავით და 3 სიმღერა თუ რაღაც ჩავწერეთ, პროსტა აი რა, პროსტა кайფობთ და მაგაში მოგცეს, ისა რა ქვია. ჯილდო რაღაცა. იყო რა გალია კი იყო სცენაზე. ესე იგი იმხელა გავლენა მოახდინა მაგ სამმა ტრეკმა. არა, ის შიმშილი იყო ეთყობა ეგ პერიოდი. მუსიკოსების. რატო აკე რა კრედიტი ადამიანს დაუტოვე რა. არა, ხომ არა, ისა თვითონ არ მოწონს რეფერენს სამთვიანი იყო. არ მომწონს არა, ანუ სხვა არაფერში არ მე რეფერენსი პირველად ვიყავი, სამ პატარა ვიყავი. იმდენად პატარა ვიყავი, რომ არ მიშვებდნენ. მოიცა რამდენი წლის წინ იყო ეთი 13-14 რაღაც დაახლოებით ეგ პერიოდი. არა, მე მგონი მეტი კიდე ვაფშე. ქეუ ახალგაზრდობილი მყავდა და ქეუ გამზანი 14 წელი. 13-ში თუ 14-ში გაიხსნა. ო რაღაც დაახლოებით. ხო. მე მაინც და მაინც გადაკლული მოტუსავე მაგ არ ყოფილვარ. არა. რაღაც გადაღებების ჩვენ არ მეგობრობდით მაშინ. მე თან ის კონე სერიალები ზურგზე მაგ დროს. ხო. მეგავართ მე მგონი. მეგავართ. კი.